მოგესალმებით, თქვენ უყურებთ ღია სივრცეს, მე ნინო ზაუტაშვილი ვარ. თითქმის ერთი კვირა გავიდა, რაც ხადის ხეობაში გზის მშენებლობის გამო სოფელ წკერეს სასაფლაო განადგურდა. 4 ცხედარი ამ დრომდე არ უპოვიათ. Ამ პროექტს დაწყებამდეც დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს გარემოსდამცველებმა, გეოლოგებმა, არქეოლოგებმა, ხელოვნებაცოდნეებმა, სხვა სფეროს ექსპერტებმაც. თავიდანვე ითხოვდნენ დარგის სპეციალისტები მშენებლობის მუდმივ ზედამხედველობას, მაგრამ როგორც სხვა შემთხვევების უმრავლესობაში, აქაც უხარისხო სამუშაოებს წინ ვერაფერი აღუდგა. შედეგიც ახეზეა. სული შემძვრელი და აღმაშფოთებელი სურათი იმისა, როგორ ეძებენ ბულდოზერებით გარდაცვლილებს. მიწის ნაყარში. გელომთილუშვილი დაბრუნდა 2 დღის წინ წკერედან. ვიცი რომ ამ გადაღებამ უსიამოვნებების გარეშე არ ჩაიარა და პირველ რიგში რა მოხდა გელა, აი ეს გვაინტერესებს ყველაზე მეტად, იმიტომ რომ კადრები რაც ვნახეთ, იყო ნამდვილად აღმაშფოთებელი. საღამოშვიდობისა ნინო მივესალმებით სტუმრებს, მაყურებელს. მოკლედ საზარელი ამბავი მოხდა პირველ რიგში ხადაში, რასაც ჩვენს რეპორტაჟშიც ვნახავთ, რუსეთისკენ მიმავალი ახალი გზის მშენებლობის შედეგად პირდაპირ შეგვიძლია ეს ვთქვათ, ჩამოინგრა წკერეს სასაფლაოს მნიშვნელოვანი ნაწილი, 2 საფლავი მთლიანად დაზიანებულია. ბოლოს მე როცა ვისაუბრე 4 ნეშტი ჯერ კიდევ არ ჰქონდათ ნაპოვნი, არც კი ვიცი იქ როგორ უნდა იპოვონ, ისეთი ტრაქტორები დადიოდნენ იმ ნაყარ მიწაზე ზედ. ერთი ადამიანი კი გადაასვენეს მეზობელი სოფლის სასაფლაოზე ახალგაზრდა 21 წლის ცხედარი კი. როცა ვამბობ რომ ქვეშეთი კობის გზის მშენებლობის შედეგად მოხდა ეს ძიმი ამბავი, ვამბობ იმიტომ რომ ზუსტად სასაფლაოს ძირში იწყება წკერე კობის 9 კილომეტრიანი გვირაბი და სწორედ ამ გვირაბის მშენებლობის გამო აქვთ ჩამოჭრილი სასაფლაოს ძირი, ანუ მთის ძირი სწორედ ამ გვირაბის მშენებლობის გამო აქვთ ჩამოჭრილი. როგორც მე ვნახე და ალბათ მაყურებელიც დარწმუნდება ამაში ჩვენი რეპორტაჟის ნახვის შემდეგ, როგორც ჩინური კომპანიის წარმომადგენლებს, ასევე იქ მყოფ ქართველ ჩინოვნიკებს, გზების დეპარტამენტიდან, სამინისტროდან არ სურდათ ამ ამბის, ასეთი მძიმე ამბის, ეს ასეთი მძიმე ამბავი რომ ენახა საზოგადოებას, როგორც ისინი იქცეოდნენ და როგორც ისინი პირველ რიგში ეძებდნენ ადამიანთა ნეშტებს, ხომ? თუმცა ეს არ ახალია გელა, ჩინეთის 23 ბიუროზე მე მოგვიანებით უკვე გადაცემის ცვლილობის დროს შევახსენოთ მაყურებელს. ამ კომპანიას ბევრი უბედურება უკავშირდება, მაგრამ საფლავების დაანგრევა და ესე მიცვალებულებისადმი ასეთი დამოკიდებულება, ასე უდიერად მოპყრობა მათი ნეშტებისადმი კიდევ უფრო მძიმეა ვიდრე ყველაფერი სხვა. თუმცა ხო კიდევ უფრო მძიმე შედეგებიც გქონდა, როდესაც ადამიანები დაიხოცნენ, ამაზეც ვისაუბრებ რეპორტაჟის შემდეგ. მოკლედ ჩვენ იქ მისვლას და ამ ამბის გადაღების დაწყებას მოჰყვა აგრესია, როგორც ჩინური კომპანიის, ასევე იქ მყოფი ქართველი პასუხისმგებელი პირების მხრიდან, შეგვიშალეს ხელი პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში, ფიზიკურად იწევდნენ და გვიწევდნენ წინააღმდეგობას, არ გვაძლევდნენ გადაადგილების საშუალებას, რაც მოვახერხეთ, თითქმის ყველაფერი რაც შეგვეძლო მანამდე ვიდრე უკვე სიცოცხლის მოსპობით და გვემუქრებოდნენ გადავიღეთ და მოდი ვაჩვენოთ და ჩვენც ვნახოთ ეს რეპორტაჟი და მერე გავაგრძელოთ. კი, ვნახოთ რეპორტაჟი, რომელიც გელამთილუშვილის სტუმრობას მოყვა და თავის საქმის განხორციელებას მოყვა წკერეს მიდამოებში. აი ხა ჩვენ ვნახავთ ამ სიუჟეტს და მერე გავაგრძელებთ, რა თქმა უნდა, გადაცემას. ამაზე დიდი შეურაცხყოფა რა უნდა ყოფილიყო, რა დღეს ჩვენ ვიხილეთ, ხო? 4 გარდაცვლილი ადამიანის ნეშტი და გვამია არეული აზელილი მეწყევში. მუშაობენ ტრაქტორებით. ანუ ამის დათმენად შეგვიძლია, ამის მოთმენად შეგვიძლია. მე ერთი რაც მიყვირს, არ ვიცი რატო ჩავთვალეთ აქ მთიულეთში ჩვენ ადამიანებმა, რომ არაფერზე ხმარ უნდა ამოვიღოთ. მთიულეთში ხადის ხეობაში საზარელი ამბავი მოხდა. სოფელ წკერეში რუსეთისკენ მიმავალი გზის მშენებლობამ სასაფლაო წალეკა. 4 ადამიანის ნეშტს ამ დრომდე ეძებენ. მეხუთე ახალგაზრდა კაცის ცხედარი კი უკვე მეორედ. ამჯერად მეზობელი სოფლის სასაფლაოზე დაკრძალეს. აქ დაკრძალეს წკერიდან გადმოსვენებული ბიჭის ცხედარი. 21 წლის ბიჭი იყო და ამის საფლავი მთლიანად მოანგრია. გუშინ გადმოასვენეს ნეშტი. წკერეს სასაფლაო ქვეშეთი კობის გზის ახალი 9 კილომეტრიანი გვირაბის დასაწყისშია. ცხეთა სტეფანწმინდა ლარსის მაგისტრალის გასაყვანად არც მკვდარი დაინდეს და როგორც ირკვევა, არც ცოცხალი. მშენებლობის პროცესში არაფრად არ აგდებენ არც საკუთრების უფლებას, არც სიწმინდეებს, არც საფლავებს, რაც აგერ თვალნათლივ გვაქვს რა.
ზუსტად იგივე სამუშაო მონაკვეთზე გელა წინა წლის შემოდგომაზე 4 ჩინელი დაიღუპა არასწორად შესრულებული სამუშაოების დროს. ანუ ამოთხარეს მიწა, ჩავიდა 4 მუშა, რაღაც სამუშაოებს აწარმოებდა და ზუსტად მაგ მონაკვეთზე იმხელა მიწის მასა დაეცვა 4 ჩინელ მუშას, რომ 4-ვე ადგილზე გარდაიცვალა. წკერეს სასაფლაოზე მიმავალ ჩვენს გადამღებ ჯგუფსაც წინ ჩინური კომპანიის ბრიგადა გადაეღობა. ქართულად მელაპარაკე, ხელი გამიშვი, ჟურნალისტი ვარ, ქართულად მელაპარაკე. ხელი გამიშვი. ხელი გამიშვი. You get a permission? You get a permission? Go do that. მასე ნუ მელაპარაკები, წესიერად ვილაპარაკე. ესე ხელი ნუ მელაპარაკები. გამოდით ხო გეუნები რა. ვინ ხართ თქვენ? რომ ხულიგინობთ აქ და? Bravo. ეს ჩინელები სპეციალურად დამახვედრეთ აქ რომ ვერ გავიდე იქამდე. არავინ არ დაგახვედრა. თქვენ რომელი კომპანიის წარმომადგენელი ხართ? ძების დეპარტამენტის წარმოადგენელი? პროვოკაციებს ნუ აწყობ რა. და ნუ გიხარია რა პახოდუ რა. საფლაობის ჩამოშლა მიხარია? არ ვიცი მე შენ რა გიხარია. შენ რა გიხარია? რომელი კომპანიას წარმოადგენთ? აუ ეს ვინ არის? ვინ არ წერი დე რა. აი რა დაგემ. ვინ ხართ თქვენ? იაკედან. ჯოაკედან? უზდელი ხარ და ვირი ყველაფერთან ერთად. ხადის ხეობაში ჩინეთის რკინიგზის 23 ბიურო მუშაობს. კომპანია, რომელსაც საქართველოში არაერთი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი ჩააბარეს, მათ შორის რიკოთის გზა, თბილისი-ბათუმის რკინიგზის მოდერნიზება. კომპანიამ, რომელსაც არაერთი სოფლის ნგრევა, შრომითი დავა და მუშების დაღუპვის ფაქტი უკავშირდება, ხადის ხეობაში ახლა მიცვალებულები ამოყარა საფლავებიდან.陈总，哎呀，他们刚才挡了不让进无人机，他一转手在手上把无人机飞走了，飞上去了，不让他进场，把无人机飞起来。ჩინური ფირმის თანამშრომელთა ისტერია ადვილად ასახსნელია. მათ საქმიანობაზე 5 წუთით დაკვირვებაც საკმარისია. რაიმე საინჟინრო ცოდნის გარეშე ერთი შეხედვით დაასკვნა. ასე მიცვალებულებს არ ექცევიან. რადი კაცო იქ. ვინ გეკითხება მე დრონს ვინ გეკითხება შენ ჩემ დრონსა წავიღებ? წადით. შიგნით შედით. ვინ ახარ შენ რა გინდა? რა გინდა დრონი არ ავწიო? ვინ გეკითხება შენ რატომ არ უნდა ავწიო? ჩინელებმა მათივე ზედამხედველებთან და გზების დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად ცხედრების საძიებო სამუშაოებიც კი შეაჩერეს და პროცესის გაგრძელების პირობად გადაღების შეწყვეტა დააყენეს. ამ მიზნით მათ ჟურნალისტებს ერთ-ერთი ადგილობრივი დაუპირისპირეს, რომელიც გადამღებ ჯგუფს ძალადობითა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. მიცვალებულები ყავს სამოსაშენები. თქვენი გულისთვის ვერ აკეთებენ და ვერ ვაკეთებ სამუშაოს. არ მუშაობენ მაგის გულისთვის რომ თქვენ იღებთ აკაურობას. მოუაშურეს. ნუ უშლი ხელს ერთი წამო. აი არ გინდა ხო შეეში რა. დამშვიდი ძალიან. თქვენ გამოგგზავნეს ახლა იმის გამო რომ ისა. გაჩერებულები არიან. დამშვიდით ახლა სპეციალურად გააკეთეს ახლა ეგ ამბავი. მოხსენდა ჩამოიყვანე რა გაგასვები კაცო. რამა გაშვები არა. ჩამოიყვანე ახლა და გააჩერებო დაიწყო მუშაობა კუთრები ამოვიღო თორე დამეხოცინებდი ცოდე ახლა კაცო. ნუ იმუქრებით ხო. მართლა ჩემი მდგომარეობაში შევდივარ როგორ არ გინდა. ფეხებზე მკიდია მე. ჩინური კომპანიის დაქირავებული თანამშრომლების განსაკუთრებული აგრესია ჩვენი მეგზურის ადგილობრივი ზურაბ ბურდულის გამოჩენამ გამოიწვია. რავის ვერ გადაუღუნო. შენი დედი გამოდი აქეთ ერთ წამს. ვინ ხარ ჯივით აქედან? გამოართი შტატი რა. შენი დედი მეგეუნებით ყველას. ეხა პოლიციას გამოვიძახებ და ნახოთ როგორ ვინ არ რომ მაგინებდა ეხა. არ გამიგია. არ გაგიგია? არ ვიყავია. ხუდი რომ ახურავს თავს. ჩინელების წარმომადგენელი. იპოვეთ ცხედრები? არ ვიცი ეძებოდა ხოლმე დაიწყო. მე შენებლობაზე ვარ ზედამხედველის უსაფრთხოებაში და პირადად ხან საფლავებს მე არ ვიცი. თქვენ არიცით აქ რა მოხდა და რა არის მოხდით? რა ხარია თუ პროვოკაციული საუბარი ხარია? უბრალოდ მე მიხარია?
არა, თქვენი ძახი რომ გიხარიაო, მაგრამ თქვენთან მოსულმა პირმა მე გინებას და ყაყალ-მაყალს მე ვუთხარი ვინმეს გიხარიათ, ხო, რეებს ლაპარაკობ. თქვენი ჩანაწერი გადაახვიეთ, ჩვენ გიხარიათ, რომ ჩამოიშალა და რა ესეთი ამბავია რომ ჩვენ ვუთხარი? თქვენ ამ სიტყვებით მიმართეთ ამ ვაჟბატონს, რამაც ამბობ ვერ მოითმინა და მაგის გამო მოხდა. და ნუ გიხარია რა პახოდო რა. საფლაობის ჩამოშლა მიხარია? ზურაბ ბურდულს ეს თავდასხმა არ გაჰკვირვებია. მისი ნაკვეთი მლეთაში, საიდანაც რუსეთის გზა იწყება, ჩინური კომპანიის დამანგრეველ ინჟინერიას პირველი შეეწირა. საქალაქო სასამართლომ მის სასარგებლოდ საავტომობილო გზების დეპარტამენტს 314,000 ლარის გადახდა უკვე დააკისრა. დავა მეორე ინსტანციაში გრძელდება. ჩემ შემთხვევაშიც ეგე იყო გელა. ანუ როდესაც ჩაწყდა ჩემი ნაკვეთი და მე ჩემ ნაკვეთზე შესვლა მოვინდომე ტელეფონთან ერთად რომ გადამეღო ის ბზარი რაც ნაკვეთს გაუჩნდა, აქ ყველა ჩემ საკუთრებაზე მაგ ჩემ საკუთრებას შესვლის უფლებას არ მაძლევდნენ. ან შესვლას მიკრძალავდნენ, მით უმეტეს ტელეფონით გადაღების უფლებას არ მაძლევდნენ და კატეგორიულად მიკრძალავდნენ ამას. იმიტომ რომ ის რა შეცდომებიც მოსდევს და მე ამ შეცდომებზე რა შედეგები წიდება, ამის დაფიქსირება კატეგორიულად არ უნდა. ანუ ეს არ აწყობს, არ უნდა, რაც დღეს ჩვენ აქ ვიხილეთ, რომ ესე იგი სპეცოპერაცია ჩაატარეს, მარტო იმიტომ რომ ის ფაქტი არ აღებეჭდა და ის არ გეჩვენებინა საზოგადოებისთვის, რაც რეალურად ხდება. რა შეეხება გზების დეპარტამენტის დამოკიდებულებას, გელა, მაგათთვის ყველაფერი გამართლებულია. მაგათთვის გამართლებული იყო ის ფაქტი, რაც ზაქათას მოხდა, ორი საცხოვრებელ სახლი დაზიანდა. ერთს კედელი ჩამოეშლა, ერთს ბზარები გაუჩნდა და მაგათთვის ჩვეულებრივი ამბავია ის, რომ ჩემი ნაკვეთი ჩემ საკუთრებაში 9 ჰექტარი ჩაიშალა. მაგათთვის ეგა ჩვეულებრივი და აღმოჩნდა სამწუხაროდ, რომ თურმე გვამების და საფლავების განადგურებაც საგზაო დეპარტამენტისთვის შეიძლება იყოს ჩვეულებრივი რამე რა. იგივე რაც მუღურეში მოხდა, რომ მე-7 საუკუნის კოშკი ისე დაშალის და დაანგრიეს, რომ ამაზე პასუხი არავინ არ აგო. მე არ ვიცი, ანუ არ ცემენ კულტურულ მემკვიდრეობას პატივს, არ ცემენ საფლავებს პატივს, არ ცემენ კერძო საკუთრებას პატივს, არ ცემენ ადამიანებს პატივს. ანუ რაც ამ შემთხვევაში ჩვენ ფაქტი დაგვიდგა, ხო? რა ღირებულებებით დავრჩით, მე ეს მიკვირს, მე ეს ვერ გავიგე. ანუ რა არის ჩვენთვის აქ დარჩენილი მთიულებისთვის ღირებული ამ მომენტისთვის. მაშინ როცა საფლავები წაგვიბულწეს, კულტურული მემკვიდრეობა დაგვიშალეს, რაღა დაგვრჩა გელა ღირებული, აი ეს მთავარია ომი არა და მთავარია მშვიდობა, ეს დაგვრჩა მარტო ღირებული. არ ვიცი, ანუ ჩვენ ვრჩებით, ან ჩვენ ადამიანები ვრჩებით, რომელსაც აი შინაგანად ყველაფერს გვინადგურებენ. დღეს ამოვედით, იცით რომ საფლავები ჩამოშლილია, გადასაღებად, შეხედეთ, არც ლენტია, არც ღობია, არც ამ კრძალავიან გამაფრთხილებელი, არც არავინ არ დგას. მეგონა და ვუშვებდი და ვერ წარმოვიდგენდი, რომ არ იქნებოდა პასუხისმგებელი პირი, მე ან გზების დეპარტამენტიდან, ან რეგიონული განვითარების საიდან მე რა. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ადგილზე ჩვენ მიერ გამოძახებული პოლიცია მოვიდა, მუქარა, მუშტის მოღერება, ლანძღვაგინება შეწყვიტეს და სასაფლაოს ჩამონგრევიდან 5 დღის შემდეგ სპეციალური ლენტით სოფელ წკერეში შესასვლელი გზა გადაკეტეს. ესე იგი იმდენად ჩაირივნენ და იმდენად შეცვალე ხადის ბუნება, რომ ამხელა პერსპექტივის, ამხელა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მქონე კუთხეში უკვე აბსოლუტურად დაკარგულია პერსპექტივა. ანუ სამომავლოდ ხადა იქნება ერთი სივრცე, სადაც მანქანებს შეიძლება მხოლოდ გავლა. და რაც შეეხება მის პოტენციალს, რაც აქამდე ჰქონდა, ეს იყო ტურისტული განვითარების, თუნდაც სოფლის მეურნეობის მიმართულებით, ეს პოტენციალი აი ამ პროექტმა აბსოლუტურად გაუნადგურა და მოუკლა. სასაფლაოზე ზემოქმედების შეფასება, რომ საფლავები ამოტრიალდება, დოკუმენტში არ წერია. უმდაბლესი ხარისხით იყო გაკეთებული. შეფასებული. რამდენად ხარისხიანად იყო მომზადებული გარემოზე ზემოქმედების შეფასება, ვიდრე რუსეთთან დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობა დაიწყებოდა და იყო თუ არა გათვალისწინებული ყველა შესაძლო რისკი. ეს საკითხები სიღრმისეულად ექსპერტმა მამუკა გვილავამ მწვანე ალტერნატივის დაკვეთით შეისწავლა. მისი დასკვნა დაედო საფუძვლად მწვანე ალტერნატივის საჩივარს, რომლითაც ორგანიზაციამ პროექტის ორივე უცხოურ დონორს, აზიის განვითარების ბანკსა და EBRD-ს მიმართა. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ კონსულტანტები იყვნენ სრულიად არაკეთილსინდისერბელი. ამაზე უფრო მძაფრი ადგილი ბიომრავალფეროვნების შეფასებისთვის უბრალოდ არ არსებობს. გეოტექნიკური არასტაბილობაზე არ ვსაუბრობ, თქვენი თვალით ნახეთ, უბრალოდ შეფასებული, უბრალოდ რისკებიც კი არ არის ნორმალურად შეფასებული. უფრო მეც მეთქვი, ჯოგს შემთხვევაში გადატანილია
მშენებელმა მიხედოს. დაახლოებით ეს არის. მშენებელი კი აიყვანს გარემოდაცვის სპეციალისტს, მაგრამ ეს სპეციალისტი არ იქნება იმ რანგის, რომელსაც ამხელა პროექტის შეფასება შეუძლიათ. ამიტომ ის რაც უნდა შეფასებულიყო პროექტის დაგეგმვის დროს, არ შეიძლება რომ ეს გადაულოცოთ და იმიტომაც ხდება ეს ყველაფერი. მშენებელის შესაძლებლობა აღემატება იმის ანალიზს, რაც გამოიწვია. 2025 წლის იანვარი-ივლისის ანგარიშში ლაპარაკია იმაზე, რომ ხანდახან ეს ვიბრაცია 111-ჯერ აღემატებოდა დაშვებულ ზომას. ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში ასეთ პატარა დახურულ ხევში იწვევს პრობლემებს, იმიტომ რომ ერთი გვაქვს ეს რუტინული, განმუდმებული, რომელიც წლიდან მშერდება 2020 წლიდან 2026 წელია და სულ რაღაცა იბურღება, შენდება, ფეთქდება და ეს ძალიან დიდი ზეწოლა არის და მეორე მხრივ ეს ყველაფერი ედება უკვე მანთ არსებულ პრობლემებს. ჩამოჭრა პირდაპირ არ შეიძლება, იმიტომ რომ მაგ დროს ხდება ზუსტად ჩამოწოლა, მით უფრო რომ ეს არ არის კლდე, ეს არის თიხნარი და ისეთი მიწა, რომელიც იშლება და იჟვინთება. ხადასხეობაზე გაფრთხილებული იყო საგზაო დეპარტამენტი, როცა პროექტი მტკიცდებოდა, რომ იქ გეოლოგია მძიმე იყო, მარტივი გეოლოგია ნამდვილად არ იყო და შედეგიც სახეზეა. ყველგან რა რიკოცე არ ქონდა მაგ პრობლემები? ყველგან ქონდა. კინიგზაზე არ ქონდა მაგ პრობლემები, როცა საერთოდ გადაუხვიეს პროექტს და მე აკანონებდე. ექსპერტები ხაზს უსვამენ არა მხოლოდ უხარისხოდ შესრულებულ საპროექტო დოკუმენტაციას ან გაყალბებულ დასკვნებს, რომელზე დაყრდნობითაც გაიცა მშენებლობის ნებართვა, არამედ საერთოდ ამ წამოწყების საჭიროებას. რა სარგებელს მიიღებს ქვეყანა რუსეთის ახალი გზისგან, რომლის მხოლოდ საწყისი ეტაპისთვის $9 მილიარდი მაღალ პროცენტიანი სესხი ავიღეთ. ამ ქვეყნის არც ერთი მოქალაქისთვის ცნობილი არ არის. საქართველოს რატო იღებს ამაში სესხს? ვის ეკუთვნის ეს პროექტი, ვის ინტერესებს ემსახურება? ჩვენი ტვირთები არ მოძრაობს და არ იმოძრაობს ამ გზაზე. გუდაურისკენ მისასვლელი გზა საქართველოს ჭირდება მხოლოდ ზამთრის ტურიზმისთვის და ჩვენ ტურისტებს. ეს ტურისტები და ეს ტურიზმი ამ ხეობაში უბრალოდ აღარ გაივლიან, იმიტომ რომ იქ შეუძლებელია მანამდე ტურიზმის ინდუსტრიისთვის იქნებოდა მშვენიერი, ასე ვთქვათ, არეალი. ამაზე საუბრობს შემომსვლელ ტურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი. ერთი კითხეთ, ეს ადამიანი ის ხო არ არის გარემოსდამცველი, რატომ არის უარყოფით? იმიტომ რომ იცის როგორი ბუნება დაზიანდა. ანუ რატო იღებს საქართველოს $9 მილიარდ სესხს? თუ კი ეს გზა ჭირდება ჩვენს მეზობლებს, რომ რუსეთს დაუკავშირდნენ. საერთოდ პოლიტიკურ კონტექსტში მაინტერესებს რუსეთისკენ მისასვლელ გზას რატო გვიკეთებენ? აქ უპირატესობა ენიჭება, რომ გზა იყოს უფრო იაფი, თუმცა ჩვენ ვერ ვიტყვით, ხო, რომ ხადის გზა იაფია, ძალიან ძვირია, $9 მილიარდი 23 კილომეტრისთვის ძალიან ძვირია, მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი, იმიტომ რომ არ არსებობს პირველ რიგში ეს შესწავლები, არ არსებობს სახელმწიფოს მხრიდან კონტროლი, ისეთი კონტროლი, როგორიც უნდა იყოს. კომპანია თვითონ ძალიან ხშირად არ ითვალისწინებს მონიტორინგის ვინც არის დააქირავებული იმის შენიშვნებს ზედამხედველობას და შესაბამისად ეს ხო პირველი შემთხვევა არ არის ამ გზასთან მიმართებაში. თუმცა ეს გახმაურდა, იმიტომ რომ საფლაი იყო. მანამდე მაგალითად ძალიან ბევრ მოსახლეს სრულიად დაუტბორა, რა ქვია, სახნავ-სათეთსი მიწები, მაგრამ ეს არავის არ შეწუხლა, იმიტომ რომ სურათად ვერ აღვაქვა ჩვენმა საზოგადოებამ, ხო? მაგრამ ეს გაგრძელდება სამწუხაროდ, ეს ვერ შეწყდება, იმიტომ რომ ერთხელ რო ჩაერევი ასეთ მყიფე ეკოსისტემაში, ის მერე სანამ თავისით არ იპოვის წონასწორობის წერტილს, თვითონ არ გაჩერდება. A კატეგორიის, ანუ ყველაზე მასშტაბური და სარისკო ინფრასტრუქტურული პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტში, მშენებლობით გამოწვეული სავარაუდო ზეწოლა შეფასებული იყო როგორც საშუალო ან სუსტი, როგორც გეოტექნიკურ სტაბილურობაზე, ისე ბიომრავალფეროვნებაზე, რომ აღარაფერი ვთქვათ მის გავლენაზე კულტურულ მემკვიდრეობასა და სოციალურ გარემოზე. 60 კოშკის ხეობაში მითითებები ჩვენს საგანძურზე ახლა ასე ყრია, ტალახში ამოგანგლული. თავად ძეგლები წკერეს მიცვალებულების ნეშტებთან ერთად დაკარგული და განადგურებულია.
მართლა წარმოუდგენელია, რაც ახლა ჩვენ ვნახეთ და მოვისმინეთ. ამის შეფასება ჩვენ სტუმრებს უნდა ვთხოვოთ, ნინო გუჯარაიძე, მწვანე ალტერნატივას წევრი, ანიკა ვთარაძე, ექიმი, ფასანაურის მკვიდრი, გიორგი გოგოჭური, არქეოლოგი. ეს ადამიანები არიან ჩვენთან ერთად და სანამ მათთან გადავალ, გელას მინდა ვკითხო პოლიციის გამოძახების შემდეგ თუ იყო რაიმე მსვლელობა თუ მიეცა საქმეს. ხო, კი, პოლიცია სწრაფად მოვიდა, რაც შესაძლებელი იყო, რაც იმ გზის დაფარვა სჭირდებოდა, ასე ვთქვათ. და როგორც მე ვიცი იქიდან რომ გუშინ უკვე იმყოფებოდი შიდა ქართლისა და მცხეთა მთიანეთის საოლქო პროკურატურაში დაკითხვაზე 5 საათს გაგრძელდა ჩემი დაკითხვა. საქმე არის აღძრული, გამოძიება დაიწყო. სისხლის სამართლის კოდექსის 154 მუხლის მეორე ნაწილით ეს არის ჟურნალისტის პროფესიულ ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელი შეშლა ძალადობის ან სხვაგვარი მუქარით. ჩემი მხრივ მე ვაპირებ რომ ამ საქმეს ბოლომდე გავყვე. რა თქმა უნდა იმ ქვეყანაში სადაც კანონი ფეხებზე კიდიათ ძნელია რაიმე შედეგის წინასწარ პროგნოზირება და სახელმწიფო უწყებები სადაც არასაკმარისად და ძალიან ცუდად ფუნქციონირებენ, მიკერძულებულები არიან, მოდი ასე ვიტყვი. მაგრამ ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის რომ ყველა იმ პირმა რომელიც ფიზიკურად გვიწევდა წინააღმდეგობას ხელის ქვიშლიდან გვემგრებოდა აგოს პასუხი რათა ჩვენი უმოქმედობით არ წავახალისოთ კიდევ ერთხელ მედიაზე ასეთი თავდასხმები. ეს რაც შეეხება ამ შემთხვევას. მეორე მხრივ აუცილებლად მინდა ვთქვა რომ სასაფლაოს ჩამონგრევა და მიცვალებულების ამოყრა სრული ამ სიტყვის მეშვეობით არ არის სიმძიმის მიხედვით ერთეული ასეთი შემთხვევა, რაც ქვიშეთი კობის გზის მშენებლობას უკავშირდება კერძოდ და კონკრეტულად ხადის ხეობაში, ხო? სიუჟეტშიც ჩვენმა რესპონდენტმა ზურა ბურდულმა თქვა, რომ 2025 წლის 23 ნოემბერს ზუსტად იმავე ადგილას მონიშნული ჰქონდა ფურცელზე ჩამოინგრა საყრდენი კედელი, რომელიც თვითონ ააშენეს, იმიტომ რომ მეწყერი არ წამოსულიყო და 4 მუშა დაიღუპა. მაგრამ ის რაც ჩვენ მოვიძიეთ დღეს მწვანე ალტერნატივას წარმომადგენლების დახმარებით მონიტორინგის ანგარიშებში, მივაგენით უმნიშვნელოვანეს დეტალებს, რომ 4 მუშა კი დაიღუპა ადგილზე, მაგრამ 1 მუშა გადარჩა. ოღონდ მან მიიღო ისეთი მძიმე დაზიანება ჯანმრთელობის, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში შრომის უუნარო გახდა, ანუ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი. ამ ადამიანმა ვერ დაიცვა საკუთარი უფლებები. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი მძიმე შედეგი დადგა, კი გადარჩა, მაგრამ ადამიანი აღარ შეუძლია არაფრის კეთება. როგორ მოექცა მას ჩვენი სახელმწიფო, ის არ იყო საქართველოს მოქალაქე. არ არის ჩინეთის მოქალაქე არ ვიცი ჩინეთის მოქალაქე თუ არა ამ დოკუმენტში დაფარულია მისი მოქალაქეობის წარმოშობის ადგილი მაგრამ მნიშვნელოვანი არის ის რომ ციტატა მინდა მოგიყვანოთ რა სიმძიმის დარღვევებზე აქვს საუბარი ესე იგი კონტრაქტორმა როგორც კონტრაქტორმა ანუ ჩინეთის რკინიგზის 23 ბიურომ და მისი გვირაბების ჯგუფმა კიდე ცალკე კომპანიაა და ადგილობრივმა ხელისუფლებამ ჯერ ერთი დოკუმენტებში გადარჩენილი პირი მოიხსენიეს როგორც სხვა ქვეყნის მოქალაქე და სინამდვილეში მას თავისი წარმოშობის ქვეყნის მიხედვით წაართვეს საკონსულო დაცვის ფუნდამენტური უფლება, რომ მას შესაბამისი საკონსულო უნდა ჩაეყენებინა საქმის კურსში ჩვენი კანონმდებლობით, უნდა მომხდარიყო მასთან შეხვედრა და მე თუ რამე უფლებების დარღვევაზე იქნებოდა საუბარი, საკონსულო ვალდებული იყო, რომ ამ უფლებების დაცვაში დახმარებოდა ამ ადამიანს. დამსაქმებელი საქართველოს წარმოშობის ქვეყანა ფაქტობრივად დამალეს და შეუცვალეს და უარესი. როდესაც ის იყო კლინიკაში მოთავსებული მძიმე მდგომარეობაში, ძლიერი მედიკამენტოზური ზემოქმედების ქვეშ, მასთან ისე რომ იურიდიული დიპლომატიის საკონსულტაციო მომსახურება არ გაწევია, არც ადვოკატი არ ყოფილა, ის აიძულეს ხელი მოეწერა $5,000 საზავო შეთანხმებაზე და მისი ხელმოწერისთანავე ის ასევე აიძულეს დაეტოვებინა საქართველოს. ფაქტობრივად ცოცხლად დარჩენილი მოწმე ჩამოაცილეს გამოძიების შესაძლებლობებს. ჩვენ არ ვიცით, მე დღეს ვცდილობდი, მაგრამ ვერ შევძელი მომეძიებინა 4 ადამიანის დაღუპვის, რომელი ქვეყნის მოქალაქეებიც არ უნდა იყვნენ, ეს ჩვენს ქვეყანაში ხდება და ჩვენი კანონმდებლობით გამოძიების დაწყება იყო სავალდებულო, ისევე როგორც ერთი ადამიანის დასახიჯრების, ხო? დასახიჯრების, ანუ ჯანმრთელობის განზრახ თუ ჯანმრთელობის დაზიანების. ფაქტზე იყო თუ არა დაწყებული გამოძიება, მაგრამ ვინც კი გადარჩა ცოცხლად დარჩენილი მოწმის იძულებით გაიყვანეს ამ ქვეყნიდან. ეს ამ ყველაფერს მხოლოდ ჩინური კომპანია ხომ ვერ გააკეთებს ამდენ მოქმედებას, რაც მე ჩამოვთვალე. ფაქტობრივად ერთად მოქმედებენ სახელმწიფო უწყებები და ჩინური კომპანიის წარმომადგენლები
საერთო მიზნის მისაღწევად, რომ როგორმე რუსეთისკენ მიმავალი ეს გზა ხელშეშლის გარეშე და სწრაფად, რაც შეიძლება სწრაფად ააშენოს. სწორედ ამას უკავშირდება, კიდევ ერთ სიტყვი მოკლედ და დავასრულებამით, ის რაც მე ვნახე, მე ხადის ხეობაში არაერთხელ ვარ ნამყოფი წლების განმავლობაში. იქ მოკლედ ეს იყო მთელი საქართველოს მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესო გამორჩეული ლანდშაფტით, კულტურული მემკვიდრეობით, ბუნებით, აბსოლუტურად ბევრი რამით, რელიეფით, ყველაფრით, სიახლოვით. ამაზე ბატონი გიორგი იმედია გამორჩეული ხეობა და ფაქტობრივად ეს ხეობა ჩვენ აღარ გვაქვს, არის სრულიად განადგურებული, მაგრამ აი ის რაც გადარჩენილია ჯერ კიდევ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები ქოროღოს კოშკს აღგულისხმობ ცხადია სხვა ძეგლები რომლებიც იქ მრავლად არის ზურგიანი კოშკები წლების განმავლობაში ხომ და საუკუნეების განმავლობაში არის ასევე საფრთხის მნიშვნელოვანი საფრთხის ქვეშ ანუ მარტო სასაფლაოს კი არ დაემუქრა მეწყერი იქ რომლის გაჩერება ძალიან რთულია კიდევ ერთხელ მინდა აღნიშნო მე არ ვარ გეოლოგი მაგრამ ვინაიდან ასეთ ტიპის სივრცეებში და ადგილებში გვიწევს მუშაობა გარკვეული ცოდნა და უნარები გამოგვიმუშავდა უკვე ამიტომ იქ მართალია სასაფლაოს დანარჩენი ნაწილი რომელიც საბედნიეროდ ჯერ ჩამონგრეული არ არის თოვლითაა დაფარული მაგრამ აეროგადაღების კამერით რაც ვნახეთ თოვლი არის დამსკედარი არ ვიცი 20-30 სანტიმეტრზე თითქმის გახსნილი აქვს პირი რაც ნიშნავს იმას რომ თოვლის ქვემოთ მიდის ეს პროცესი ანუ მიწას აქვს ბზარები ამიტომ ქვიშით და ბეტონის ფარდით ბეტონს რომ მიასხამენ ხოლმე ჩინური კომპანიის წარმომადგენლები როგორ შეიძლება შეეკავონ ეს მეწყერი არ ვიცი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მეწყრული ადგილი ვნახეთ ახალი ამით შეიძლება პირიქით უფრო დამძიმდეს და ხელს უწყობს ის რომ ჩამოშალოს ფერდობები ამძიმებს კიდევ ერთი მეწყრული ადგილი პროცესი არის განვითარებული სოფელი როსტიანის თავზე აქაც პირდაპირ გვირაბის ძირში ანუ წკერეს სასაფლაო მდებარეობს ზუსტად წკერე კობის დამაკავშირებელი ახალი 9 კილომეტრიანი გვირაბის დასაწყისში ზედ თავზე ამ გვირაბის მშენებლობისთვის არის მთის ძირი არა მხოლოდ სასაფლაოს ძირში არამედ რამდენიმე ასეულ მეტრზე ჩამოჭრილი და მეწყრული პროცესი სხვაგანაც არის განვითარებული იმავე პერიმეტრზე სხვაგანაც არის გამოხეთქილი ბეტონის ეგრეთ წოდებული ფარდა მაგრამ რაც შეეხება სოფელ როსტიანს ზედ სოფლის თავზე საიდანაც მოსახლე გაასახლეს მაგრამ სახლები ჯერ კიდევ დგას თუმცა ზედ სოფლის თავზე ასევე გვირაბის ძირში არის განვითარებული აქტიური მეწყრული პროცესი, რომლისთვისაც აუშენებიათ ეგრეთ წოდებული სადრენაჟო ნაგებობა, მაგრამ იმდენად გრძელია დაძრული მეწყრის მიწის ზემოთ ამ სადრენაჟო ნაგებობის ზემოთ იმდენად დიდია ეს მანძილზე მთა დაძრული და ეროზირებული და ბზარებია კიდევ იმის ზემოთ, რომ მე არ ვიცი ის როგორ შეიძლება შეაჩერა. ანუ გზაც რომ გაიყვანო ეს გზა მაინც საფრთხის ქვეშ იქნება ამ მეწყრების გამო. ყოველ შემთხვევაში მე მახსოვს რომ ძალიან დიდი ხნის წინ 6-7 წლის წინ როცა დაიწყო თითქოს მოსამზადებელი სამუშაოები ამ გზის გასაყვანად ნინოსთან გადავალ ახლა და თან კითხვაშიც შეიძლება რომ ეს გავიყვანოთ იყო საუბარი იმაზე რომ მუდმივად უნდა ყოფილიყო მონიტორინგი მშენებლობის პროცესში რაც გულისხმობდა ყველა აბსოლუტურად ყველა სამუშაოს ეტაპის დასრულების შემდეგ უნდა ჩატარებულიყო ეს მონიტორინგი არაფერს ვამბობ იმაზე რომ წინა მოსამზადებელი სამუშაოები და გეზეშეისაც უკვე ჩვენმა მაყურებელმა ზეპირად იცის სიტყვათა ეს წყობა გეზეშე ოღონდ რამდენად თავად ეს ყველაფერი და ეს პროცესი არის კონტროლის ქვეშ და ვინ აკონტროლებს ეს კიდე ცალკე საკითხია ნინო 111%-ით 111 ჯერ აღემატებოდა ნორმას აფეთქებების სიმძლავრე რა შანსი ქონდა ან მიცვალებულს ან თუნდაც ცოცხალ ადამიანს გაეძლო 111 ჯერ თუ აღემატება სიმძლავრე აფეთქებების ხო სამწუხაროდ აი ამ დარღვევებზე რომელსაც ალბათ ადგილი ყოველდღურად აქვს არ გვაქვს ეს დეტალური ინფორმაცია საჯარო ინფორმაციის მოპოვება გელამ კი იცის რა სიზნელებთან არის უკვე დაკავშირებული მაპატიანინო ერთი რაღაც უნდა ჩავსვა აქვე რომ იტალიურ გეზეშეში რომელიც მომზადდა იქ გამოუკიდებელი ექსპერტიზის არსებობა იყო სავალდებულო ასე იყო იქ მითითებული რამდენად არის ესეც ალბათ არც ეს არ არის გათვალისწინებული რა ინფორმაცია გვაქვს ხო ექსპერტიზას რაც შეეხება სხვადასხვა ეტაპზე ჩატარდა კვლევები რა თქმა უნდა მშენებლობის ნებართვის პირობების შესრულებას აკონტროლებს დამოუკიდებელი კომპანია რომელიც სახელმწიფოს ყავს დაქირავებული და ვალდებულია რომ მონიტორინგს აწარმოებდეს მაგრამ მონიტორინგის ანგარიშებში რა წერია და შემდგომში როგორ ხდება მასზე რეაგირება ეს უკვე სხვა თემაა და ნუ სამწუხაროდ არა გვაქვს ესე ვთქვათ
ხელმისაწვდომობა ამ დოკუმენტებთან, ხო, მაგრამ ხედავთ, რომ ფაქტი თუ არ გამჟღავდა, შემთხვევით ვინმე თუ არ დააფიქსირა, გარეთ არაფერი არ გამოდის, ხო? ანუ ასეთ ფაქტების დამალვა წარმოუდგენელია და არ უნდა ხდებოდეს. ანუ უბედური შემთხვევა თუ არ მოხდა ისეთი, ხო, ისიც შეიძლება შემთხვევით გავიგოთ, უბედური შემთხვევაც კი. თუ სათანადოდ დამალეს და შეეცადენ, რომ ყოველ შემთხვევაში არ გამოვიდეს. განპირობებული, რომ ამ მასალების გამოტანა არ უნდათ. რა თქმა უნდა. ამან განაპირობა გადასაღებად რომ მოვედით, ამის გასაჯაროება ამ ფორმით არ სურდათ, რომ ეს კადრები გამოსულიყო და ამიტომ გავხდით აგრესიის სამიზნე. განსაკუთრებით როცა იყო ლაპარაკი, დროს მეტი საშუალება აქვს, რომ ზევიდან გადაიღოს და მთლიანი სურათი დაგვანახოს. შესაბამისად, ეს არავისთვის არ იქნებოდა იქ სასწაული. კი, აი სასაფლაოსთან მიმართებაში ბატონო მამუკამას თქვა სიუჟეტში, რომ გეზშ-ში ან გარემოს ზემოქმედების შეფასების ანგარიში არ არის მოხსენიებული, რაც ერთის მხრივ არის ძალიან მნიშვნელოვანი შეცდომა დანაშაული, ხო? ანუ გარემოს ზემოქმედების შეფასება სწორედ ასეთ საკითხებს უნდა ფარავდეს და აფასებდეს პოტენციურ ზემოქმედებას. მაგრამ სასაფლაო არის ნახსენები გარემოსდაცვით გადაწყვეტილებაში, ეგრეთ წოდებულ გარემოსდაცვით ნებართვაში, რომელიც ამ პროექტზე გაიცა და ოღონდ მოხსენიებულია კულტურული მემკვიდრეობის საკითხების კონტექსტში. კულტურული მემკვიდრეობის კვლევის ანგარიში არის ესეთი ჩანაწერი, რომ გზა გადის, დაგეგმილი გზა გაივლის წკერეს ძველ და ახალ სასაფლაოსთან უშუალო სიახლოვეში და მნიშვნელოვანია ჩატარდეს დაზვერვითი სამუშაოები ამ ტერიტორიაზე. აი ეს ორი წინადადება არის მხოლოდ მიზითებული. ოღონდ ეს როგორი ითარგმნა გარემოსდაცვით გადაწყვეტილებაში იმ წინადადებაში, როდესაც წერია, რომ მასზე ზემოქმედება მოსალოდნელი არ არის, აი ამ დასკვნამდე როგორ მივიდა მინისტრი, როდესაც ამ ბრძანებას აწერდა ხელს, ეს არ ვიცით. ბატონი ლევან დავითაშვილი იყო მინისტრი, რომელმაც მოაწერა ამ გადაწყვეტილებას იმპერიის გარემოს დაცვის მინისტრი. კი ბატონო. აი ამ ნებართვას. და რა ჩაწერა, ემუქრებოდა საფრთხე თუ არ ემუქრებოდა? არა, ასე იგი გადაწყვეტილებაში სიტყვით წერია, რომ პროექტის უშუალო სიახლოვეს წკერეს უბანზე სასაფლაოა. მასზე ზემოქმედება მოსალოდნელი არ არის. და რა საფუძველზე, არა, გარემოს ზემოქმედების შეფასების ანგარიში ამაზე სიტყვა არ არის, მხოლოდ კულტურული მემკვიდრეობის კვლევის ანგარიში არის აი ეს ორი წინადადება, რომელიც მოგიყევით აქამდე, რომ გადის დაგეგმილი გზა გაივლის სასაფლაოსთან უშუალო სიახლოვეში და საჭიროა დაზვერვითი სამუშაოების წარმოება იქ. სასაფლაოზე ზემოქმედება მოსალოდნელი არ არის, საცვალებულები ამოყარეს. თან ხო, საინტერესო რა არის ისიც, რომ საკმაოდ თითქოს მათივე გაცემული ინფორმაციით ვამბობ, საკმაოდ ბევრი კვლევა იყო ჩატარებული, გნებავთ კულტურული მემკვიდრეობის მიმართულებით, ისიც კი რა ტრაექტორით უნდა გასულიყო გზა, ამაზე საკმაოდ დიდ ჯგუფმა იმუშავა. ოღონდ როგორც წესი, ეს ინფორმაცია არ გამოდის ჟურნალისტ, ხა ჩვენც არ არის ხელმისაწვდომი ეს ინფორმაცია, რომ ჩვენ მივყვეთ ამ პროცესს თავიდან ბოლომდე. ჩვენ შეგვიძლია პერიოდულად მიუბრუნდეთ და ვთქვათ, უკვე ისეთ დროს მიუბრუნდეთ თან, როცა რაღაცა ისეთია მომხდარი, რაც უბრალოდ არ ვიცი, აი არანაირ აღწერას არ ექვემდებარება. ნინო, აი თქვენ თუ გქონიათ ისეთი შემთხვევა, რომ მიგიმართავთ უშუალოდ რაღაც კონკრეტული ამბის შემდეგ კომპანიისთვის ან სამინისტროსთვის მოთხოვნით რაღაცა ინფორმაციის გამოთხოვნის თაობაზე და თუ მიგიღიათ რაიმე ტიპის ინფორმაცია ან სამინისტროდან ან ვთქვათ გააჩნია პერიოდ საწყისად, როდესაც 2019-ში ეს ნებართვა გაცემული და იმ პერიოდში არ იყო გარკვეული ტიპის ინფორმაციის მოპოვება პრობლემა, მაგრამ მაგალითად პრობლემა იყო ხარჯსარგებლიანობის ანგარიშის მოპოვება, რომელიც ძალიან დიდი თანხა დაიხარჯა და მათ შორის საინჟინრო საპროექტო სამუშაოები, რომელიც აიდომის მიერ ჩატარდა და არ მოგწეს იმის გამო, რომ თურმე წარმოადგენს სახელმწიფოს კომერციულ საიდუმლოებას, სახელმწიფოს კომერციულ საიდუმლოებაც ქონია, ხო, ეს უარი ჩვენ გავასაჩივრეთ სასამართლოში, მაგრამ ერთი სხდომაც კი არ ჩატარებულა ამ საქმეზე. რამდენი წლის წინ მოხდა? 2019-ში. კი. თვითონ ეს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება, რომელზეც საუბრობდი, ესეც გვაქვს ჩვენ სასამართლოში გასაჩივრებული, ასევე 2019 წელს და მხოლოდ შარშან დამთავრდა საქალაქოში განხილვა, თუმცა ერთი წელია გადაწყვეტილება იწერება, არ ჩაგვბარებია ეს გადაწყვეტილებაც. ანუ პროექტი დასრულდა, გზა გაჭრილია, 9 კილომეტრიანი გვირაბი გაჭრეს და
და გაწყვეტილება ჯერ არ ჩაგვარებია. მხოლოდ 6 წლის შემდეგ დასრულდა განხილვა. ისიც რეალურად განხილვა შედგა 2025 წლის აპრილში. ერთადერთი სხდომა, რომელზეც შინაარსობრივად მოხდა განხილვა. მანამდე ტარდებოდა, იქ გადაიდებოდა, განხილვა არ ჩატარებულა. რაზე მიუთითებს ნინო ეს, რომ მართლმსაჯულებას რა აზრი აქვს მართლმსაჯულებისთვის მიმართვას? რომც გინდოდეს, რომ პროექტი შეაჩერო, რა რეალურად ეს იყო ჩვენი მიზანი, იმიტომ რომ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება იყო ისეთი პირობებით გაცემული, რომ აშკარა იყო, რომ პროექტს ძალიან ბევრი კვლევა აკლდა. მაგალითად, არ იყო ცნობილი სად განთავსდებოდა სანაყაროები, მაშინ, როდესაც ამ პროექტს აქვს უამრავი ნარჩენი, ანუ ეს ფუჭი ქანი, რომელიც უნდა განთავსდეს და საკმაოდ დიდი ხიფათის შემცველი ხდება, როდესაც მისი განთავსება ხდება არასწორ ადგილზე, ხო? არ იყო ცნობილი, მაგალითად, როგორ შეიცვლებოდა გეოლოგიური გარემო, რა სახე ხიფათების შემცველი შეიძლებოდა გამხდარიყო უკვე შეცვლილი გარემო და ამისთვის რა შემარბილებელი ღონისძიებები უნდა დაგეგმილიყო, ხო? ანუ ძალიან ბევრი ჰიდროლოგიური კვლევები, იგივე ღვარცოფის წარმოქმნის საშიშროებები არ იყო სათანადოდ შესწავლილი და ამაზე იყო დამატებითი ერთ-ერთი პირობა. სამშენებლო ბანაკებიც კი არ იცოდნენ სად იქნებოდა და აი ესეთ ინფორმაციაზე ეწერა, რომ კონტრაქტორი, რომელსაც დაიქირავებდა საგზაო დეპარტამენტი, თავად გადაწყვეტდა თურმე ამ საკითხებს. ანუ ნაღვარევში მაგ კონტრაქტორმა გადაწყვიტა, რომ იქვე მრავალსართულიანი ყველგან იგივე პრობლემებია, აბსოლუტურად. ეხლა თუ ადგილმდებარეობას არ მიუთითებთ, შეიძლება ვინმე ჩათვალოს, რომ სხვა პროექტზე საუბრობთ, რომელიც საქართველოს მასშტაბით ყველგან ტარდება. ხო, ერთი და იგივე ტიპის პრობლემებია ყველგან. ერთი და იგივე კომპანიის ეს იყო ჩვენი მიზანი, ხო, რომ გვინდოდა, რომ იმიტომ რომ ეს კვლევები ჯერ არ არსებობდა და ვთვლიდით, რომ ამ კვლევების გარეშე იქნებოდა რეალური საფრთხის შემცველი ეს პროექტი, გვინდოდა, რომ ერთის მხრივ შეჩერებულიყო, სანამ გადაწყდებოდა და მერე გვემსჯელა ამაზე, რომ რამდენად შეიძლება, რომ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გაიცეს ასეთი პირობებით და ახლა როგორც გითხარით, მხოლოდ თუმცა იყო მაინც ჯგუფი სპეციალისტების, რომელიც თუნდაც დამოუკიდებელ მონიტორინგს ახორციელებდა, ეს ხმასია. დაქირავებულ კომპანიას გულისხმობ ალბათ. კი, როგორ რეაგირებას სახორციელებენ და როგორ მონიტორინგს აი ამაშია საკითხი. ანუ აქაც შემოდის პროფესიული უპასუხისმგებლობის საკითხი აუცილებლად, იმიტომ რომ მხოლოდ დაიქირავა. ხო, დამქირავებელი ვინ არის ამას ხო? დამქირავებელი არის ალბათ მეტკულტურული მემკვიდრეობის კუთხით ვამბობ, არის თურქული კომპანია. თურქული კომპანია უწევს ზედამხედველობას. ეს თურქული კომპანია არაფრით განსხვავდება მშენება, ვინც აშენებს რა, ჩინური კომპანიისგან. მე ვიცი, ვინც იქ მონიტორინგს აწარმოებდა კულტურულ. ბატონო გიორგი, ბარემ თქვენთან გადმოვალ ამ შეკითხვით, იმიტომ რომ ხადასხეობა, როგორც მე ვიცი და როგორც მე თავად მინახავს, ეს არის საოცარი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით ახსავსე, ეს არის ისეთი მრავალფეროვნება თან, იგივე ქოროღო და იუხოს კოშკი, რომელიც აი ზურგიან კოშკს ეძახიან, სწორედ ღვარცოფებისგან და ზვავებისგან დამცავი როდინდელი ჯერ კიდევ და თუ მე სწორად ვფლობ ინფორმაციას, იქ არქაული წარმოშობის ძეგლებიც და ნამოსახლარებიც არსებობს. რამდენად დეტალურად არის შესწავლილი და რა ვიცით ჩვენ ზოგადად საზოგადოებამ ხადის ხეობაზე. მოგესალმებით, ბატონო ნინო, მოგესალმებით მოწვეულ სტუმრებს და თქვენს მაყურებელს მიესალმები. ხადაში აი თავიდანვე რო ვთქვათ, ჩემი აზრი იყო მაშინაც, დღესაც იგივეა და გული მწყდება და არც დავდივარ იქ, ერთი შემთხვევა იყო რომ ავედი იქა. და ძალიან ესეთი მთელი გადავიღეთ და მანამდე 2008 წლიდან უფრო ადრეც დავდიოდი ხოლმე და ხადის ხეობა არის აი აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის კუთხეებს თუ შევადარებთ ერთ-ერთი მარგალიტი ხეობა თავისი ამ ისტორიულ არქიტექტურული ძეგლებით. საკმაოდ ცნობილია ქართულ ისტორიულ წყაროებშიც ეს მხარე, როგორც ქართულ მეფეთა თავშესაფარი, სახიზარი და ამიტომაც არის იქ აი სიმრავლე ამ კოშკებისა. ხო და რაც შეეხება არქეოლოგიას, არქეოლოგიურად რაც ჩვენ ვიცით
ყველაზე ადრეული დასახლება მან ჩანს მე-5000 წლეულის შუახანებში, როგორც ჩანს, ეს არის ენეოლითის ეძახით, ხალხოლითი პერიოდი და აი ის ფენები არის აღმოჩენილი როსტიანებთან ახლოს. მაგრამ უფრო მოგვიანო არის მტკვარ-არაქსის კულტურის ნამოსახლარი ჩანს და არის მჟავეწყალი, სადაც არის ვერძას ეძახიან ადგილობრივები. აი იქ არის კიდევ ეს დასახლება, ნამოსახლარი. თავარი ის არის, რომ აქ ისინი როგორც ჩანს, უძველესი დროიდან მყიდრად სახლობენ. ისინი არ არიან მომთაბარეები და უშუალოდ ზაფხულში რო ახავთ საქონელი და მერე უკან ბრუნდებიან. ხო და აი ეგ ბრინჯაოს ხანის ძეგლები და უფრო ადრეულიც როგორც მოგახსენეთ ის ენეოლითური ხანის დასახლებაც იმ როსტიანებში არის, მაგრამ გვაქვს ჩვენ კიდევ შემთხვევითი მონაპოვარი, ისინი არის ცალკეული ნივთები არის, რომელიც ხადის ველიდან მომდინარეობს. ანუ ზეგანზე რო დასახლებები რო არის ბენიანი არის, გომურნია იქით, მაგრამ ზუსტი ადგილი არ ვიცით ჩვენ. საიდან არის? ეს არის ცული არის, ძალიან კარგად გრავირებული, კოლხური ბრინჯაოსთვის დამახასიათებელი ცული, რომელიც მერვე მე-7 საუკუნით არიხებდა ქრისტეს შობამდე და სხვა რაღაცებიც აქვს ნანახი, მოტანილი აქვს ადგილობრივ ცხოვრებლებს. შემთხვევით, რა ვიცი, ხვნის დროს და სხვა სამუშაოების დროს, მიწის სამუშაოების დროს აღმოჩენილი. რაც შეეხება არქეოლოგიურ კვლევაძიებას, 99 წელში აი ხადას ხეობის სოფლების გაზიფიკაციის პროექტი მიმდინარეობდა და მაშინ გამოჩნდა იმ ჟავეწყალთანაც ის დასახლება როსტიანებშიც. ეს როსტიანები, სადაც ის ნამოსახლარია, პირდაპირ მდინარის პირას არის ეს ნამოსახლარი განლაგებული და ზემოთ არის კიდე როსტიანების, ანუ როსტიანები პირველი როსტიანები ორი ასევე ეძახით არქეოლოგები. მხოლოდ დაზვერვითი ხასიათის სამუშაოებია ჩატარებული. ჟინვალის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ჩაატარა 99 წელში ორ პუნქტში და მერე გერმანელებთან ერთად ეროვნული მუზეუმის ექსპედიცია და გერმანელებთან გვაქვს ჩვენ ხელშეკრულება ერთობლივ პროექტებს ვახორციელებთ მთაში. აი მათთან ერთად ჩავატარეთ დაზვერვითი ხასიათის სამუშაოები და მაშინ გამოჩნდა როსტიანების. არა, ეხლა მაგ ადგილებს ეს მშენებლობა არ შეხებია. თუმცა 2019 წლის შემოდგომა იყო, მე მგონია, გზის გაფართოება დაიწყეს და ზუსტად აი როსტიანების ერთ-ერთი ნამოსახლარი ქვედა ტერასა, სადაც არის პირველად სადაც აღმოჩნდა ისინი რა ბრინჯაოს ხანის ნაკეთობები და თიხის ჭურჭელი, აი რო გააგანიერეს გზა, ჩამოჭრეს რა 1 მეტრის სიგანის, მეტრანახევრის სიგანის დაახლოებით 30 მეტრის სიგრძეზე. მაღლა იმ ზედა ტერასაზეც სოფელი რო უყურებს, იქ არის ბორცვი. აი ბორცვი ისინი სამარხები ჩანს, ქრისტიანული სამარხები ჩანს, რა თქმა უნდა, გვიანდელი შუა საუკუნეების, მაგრამ მესაც რა თქმა უნდა ისტორია და ის არ უნდა განადგურდეს. აი იქ რომ გააგანიერეს გზა, ანუ ორი პუნქტი დააზიანეს, მე ვამბობ ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარებს გულისხმობდა. ზემოთ აი მინდორზე უკვე რა დაზიანდა, რა არქეოლოგიური ობიექტები ხლა თაში ცოტა ძნელი არქეოლოგიური ობიექტების მიგნება. თუმცა ახერხებენ. არა, ბარში ახლა სხვადასხვა დროს სხვადასხვანაირი სამარხები იგებოდა, ყორღანები იყო რაღაცა და ვიზუალურად ამათ შემჩნევადულია. ასევე ნამოსახლარების და მთაში ეს ისი არის შეხამებული ამ ფერდობებს. პრეისტორიული ხანის დასახლებებსაც გულისხმობ, რა თქმა უნდა, შუა საუკუნეებში უკვე ჩანს ის ნებისმიერმა გამლილმა შეიძლება შეამჩნიოს, რომ იქ დასახლება იყო. ბატონ გიორგი, აუცილებლად მინდა გითხოს, მთელ მსოფლიოში, სადაც მით უმეტეს ხმებით იწონებენ თავს და ასეთი ევროპაში საკმაოდ ბევრია, ყველგან
შეიმჩნევა ასევე გზების მთაში გზის გაყვანა ყველგან მთელ მსოფლიოში არის ძალიან რთული საკითხი, მაგრამ როგორ ხერხდება და რა უნდა გაეთვალისწინებინათ პირველ რიგში სახელმწიფოს და მეორე რიგში ალბათ მაინც კომპანიას, რომ ეს ყველაფერი ისე გაკეთებულიყო, რომ აი როგორი ტექნიკებით კეთდება, აი საუკეთესო პრაქტიკა როგორი არსებობს ამისი, თქვათ, გადაგვეტანა ის, რაც აუცილებლად ძვირფასია და უნდა შენახულიყო მომავალი თაობებისთვის, შესწავლისთვის და ასე შემდეგ, თუ როგორ შეიძლებოდა, თქვათ, ერთი მხრივ სასარგებლო საქმე, რასაც სახელმწიფო ეძახის გზას, ამას არ დაეზიანებინა ჩვენი არსებობისთვის საერთოდ მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობა. ვიცით, თავიდანვე რაღაცა აი ამ მშენებლობის მიმართ არ იყო საზოგადოების ყურადღებაც არ იყო ისეთი, რომ რაღაცნაირად ან შეეჩერებინათ სხვა ადგილი მოენახათ. მე კომუნისტების დროს მახსოვს, ჩემი სტუდენტობის დროს, იქით ყაზბეგისკენ მივდივართ მლეთას, რომ გავწდებით აღმართი რო იწყებოდა, იქ რაღაცა კვადროციკლების სადგომია შემინიშნავს. აი იქ იყო ბანერი, რომ აქედან უნდა დაიწყოს გვირაბი და იმ დინარეს მიუყვებოდა რა, სიღრმეში შედიოდა და კლდეებში უნდა გაკეთებულიყო გვირაბი. აქეთაც არაფერი არ ინგრეოდა, არაფერი არ ზიანდებოდა და კობის ზემოთ ნოუყავო ახალი სოფელი. არა, ზემოთ უკვე ზემოთ გულისხმობს, სულ ზემოთ, აი რომელიც კეთავს ხეობას, ანუ კავკასიონის მთავარი ქედის ძირობაზე უნდა გასულიყო და იქ კობის ზემოთ გადიოდა რა, ეს რაც იყო. რატომღაც აი ამ მშენებლობის დროს ვინ იყო პროექტის ავტორი, ვინ მოძრაობდა მანდეთ, რა თქმა უნდა ის ვინც ხელი მოაწერა, მე გეოლოგებზე მაქვს, ვინც პირველად ხო დადიოდნენ და იკვლევდნენ აი ამ რელიეფს, ნიადაგს, რაღაცა, ისინიც აი ამ შემთხვევაში არიან დამნაშავეები. დამნაშავეები არიან, იმიტომ რომ თუ ისინი სპეციალისტები არ არიან და თავის თავზე აი ამსეთ საპასუხისმგებლო რაღაც იმაზე რა დასკვნაზე ხელს აწერენ და აღმოჩნდება რომ ის აეხლა დაუშვათ იქ ერთგან განვითარდა მეწყერი, მეორეგან განვითარდა ხო მეწყერი არის 2008 წელს მთლიანად ჩაკეტა ეგ ხეობა ის რო არის ქოროღოს ქვემოთ არის მიდელაურების ნასოფლარის გვერდზე აი დიდი მეწყერი როა მოწყვეტილი დიახ ჩამოვიდა ეგა და ქვემოთ იმის როსტიანების ქვემოთ ერთი ეს იყო ხიდი იყო დიდი ხიდი იყო აი საიღო და იმამდე სადაც ის მშავე წყალი არის იქამდე იყო გასული ეს ტალახის ზვავი და ის ვერავედით ჩვენ იქ არ შეიძლებოდა გასულა ამ ტალახში სიარულე ესე ჩავეფლობოდით და იქედან ავედით აი მაშინ გავიცანი ის როსტიაშვილი ნიკა პაპა იმაში როსტიანებში და ისე რომ მან სულ მუდამ საშიშროებაა მეწყერის განვითარების. ახლა რაც შეეხება მოგეხსენება თქვენ ბიპის მიერ განხორციელებული მშენებლობა. თუ ვინმე მოიქცა მართლაც ნორმალურად, ეს ბიპის კომპანია იყო. აბსოლუტურად გეთახმებით. ჯერ როდის დაიწყო, იცით, აი ამ ტრასის კვლევა. დაიწყო 1998 თუ 17 წლებში. თავისი კულტურული მემკვიდრეობის კომპონენტით. რა თქმა უნდა, იყვნენ კულტურული მემკვიდრეობის სპეციალისტები, ყველა დარგის წარმომადგენელი, ასევე იყვნენ ბუნების დაცვის იმედები, ყველა აბსოლუტურად. და მე იმის მიხედვით ხდებოდა ლავირება. აი ამ ტრასის გადატანა და მე ვარ თვითონ ვიყავი ჩართული ეს ხდება 2003 წელში 9 წყაროს უღელტეხილიდან აი იქამდე ვარ გასული დღევანდელი თურქეთის საზღვრამდე. ეს რატო გაგეთა? პირველად იყო აღებული 46, 42, 44 მეტრის სიგანის დერეფანი. და თანდათანობით ამ შენებლობის დროს რაღაცა ხო იყო დაფიქსირებული არა სპეციალისტებისგან. იყო რომ იქ არქეოლოგიური ობიექტი იყო დაფიქსირებული, ასევე იყო არქიტექტურული ძეგლები, სხვადასხვა ის რა რომ იმათი შესწავლა იყო საჭირო.
და ეს პარალელურად კი არა, თავიდანვე დაიწყო შესწავლა, თავიდანვე დაიწყო ამ ტრასაზე ეს, მაგრამ ძალიან ბევრი იყო და როგორც ჩანს იფიქრეს, რომ იცი რა, ძალიან დიდ ხარჯებში ჩააგდებდა კომპანიას. ამიტომაც გადაწყვიტეს უკვე 2 წლის შემდეგ, გადაწყვიტეს, რომ უფრო დიდი ის აეღოთ. 42 და 46 კი არ ყოფილიყო, არამედ ყოფილიყო 80 მეტრის სიგანის. აი მე რასაც გეუბნები, მე მონაწილეობდი ამაში, რომ ლავირება მოეხდინათ, რა ის რომ გადაეწიათ და კი არ გაეთხარათ ან დაეზიანებინათ ესა თუ ის ობიექტი ან შეესწავლათ ან გადაეტანათ, ხო? ამაზე თანახმები იყვნენ და ხადას რომ დაუბრუნდეთ. აი ნახეთ რა მინდა კითხოთ, წეგან ნინომ რაც თქვა ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი იყო ეგ რომ ესე იგი გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტში ჩვენი რეპორტაჟის თანახმად სადაც ბატონი მამუკა ამბობდა, საერთოდ არ იყო სასაფლაო ნახსენები, იმიტომ რომ ბატონი მამუკამ შეაფასა შემდგომ გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი და შესაბამისად შესწავლის შეფასების მიზნით შეისწავლა დეტალურად და უკვე ჩვენ ნახეთ რომ თვითონ გარემოსაც გაუწყვეტილებაში ნახსენებია სასაფლაო წკერეს, ოღონდ მითითებულია პირდაპირ რომ არნაირი ზეგავლენა მოსალოდნელი არ არის. და ნახეთ რომ სინამდვილეში აგერ რამდენიმე თვის წინ სასაფლაო ჩამოინგრა და მიცვალეთ ნეშტები ვერ უპოვიათ. ანუ ჩვენ ვიცით ასევე რომ ასეთივე დაუდევარი, გულგრილი დამოკიდებულება ჰქონდათ, შეიძლება ვთქვათ დანაშაულებრივი დამოკიდებულება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მიმართ. რომ არა არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიურობა მაშინ ანუ როგორც ვიცი პირველ დოკუმენტში აღწერეს თითქოს 50-ან 55 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და მე როდესაც არასამთავრობოები ჩაერივნენ და მოითხოვეს რომ თავიდან ჩატარებული იყო კვლევა, აღმოჩნდა რომ იქ 200-ზე მეტი ძეგლი იყო. კი ბატონო, 215 ამის შესახებ, აი ასეთი ტიპის აცდენები რომ ამ ერთ ხეობაში რომელიც რა ვიცით დიდიც არ არის ხო 150-ზე მეტ ძეგლს ვერ აღმოაჩენ და ვერ დამალო ისეთივე ამბავი რომელიც აგერ დოკუმენტში უწერიათ რომ სასაფლაო საფრთხე არ დაემუქრებოდა და ვნახეთ რომ ზეგავლენა არ ემუქრება საერთოდ და ჩამოინგრა საფლავები რაზე მიგვითითებს ეს ყველაფერი იცით მე გეტყვით ერთს და ალბათ შეიძლება სწორიც ვიქნები როდესაც კომპანიას აქვს რაღაც სამუშაო ვერსია ამა თუ იმ მშენებლობის ტრასაზე ხო ახლა ამ შემთხვევაში ჩვენ ქვეშეთი კობის იმის ავტობანის მშენებლობაზე გვაქვს ხო საუბარი აი ვინც ექსპერტად მიიწვიეს ხო არც ერთი სპეციალისტი თუ კი ის გამოცდილია თვალს არ დახუჭავს არ დახუჭავს თვალს იმაზე რომ იქ უნდა დააფიქსიროს ჯერ ეგერთი რომ ის აუცილებლად უნდა გაითხაროს ტყუილადაც ვერ დაწერს იმას რომ არქეოლოგიური ობიექტია მე მქონია შემთხვევა რომ აი მეუბნებიან რომ ნაგავსაყრელი აი თბილისის გლდანის მიდამოებში რომ ნაგავსაყრელი იყო ეგ უნდა გადაეტანათ და მე გამიშვეს ექსპერტად დავიარეთ 4 დღე მქონდა დაახლოებით 66 ჰექტარი აი ესე ნაბიჯ დავიარე არაფერი არ იყო იქ რა ეს არის იმასთან რა ქვია ნორიოსთან ეს სოფელი ნორიო რო არის შემოვლით გზას გულს და მეუბნებიან რა რომ მოვიდნენ იქ რაღაც მამათა მონასტერი შენდებოდა რა ხო და აი ეს არ შეიძლება აქ ამის გაკეთება მე ვთხარ როგორც მოქალაქე მე თქვენ გეთანხმებით მაგრამ მე ამას ვერ დავწერ არ არის აქ არქეოლოგიური ობიექტი მე თუ ამ დასკვნაში ჩავწერ ამას და რაღაც ტყუილებს ჩავწერ მაშინ მე უნდა დამავალო ნა გათხრები და მე ხო მეტყვი შენი ისეთი ეჭქვეს დააყენებენ ჩემ კვალიფიკაციას აქ ეხლა როგორი მომენტია მომენტი ის არის რომ აი რატო გაიზარდა რაოდენობა 150 ხო გაიზარდა იმიტომ რომ აი ამ ექსპერტებს მიცეს მხოლოდ ის გზა გაყოლებაზე რომ აი ეს აქ გაივლის მაგრამ არ მიცეს იმის გარშემო რა შეიძლებოდა დაზიანებულიყო იქ ტექნიკის მუშაობის დროს ან მე არ იყო სანაყარო ტერიტორიას რო ვამბობთ რაღაც მილიარდობით კუბი გამოიტანეს ხო და აი სანაყარო ტერიტორია ნუ რაღაცა ის აი წარმოიდგინეთ რომ ეს არის 2 მილის არის რა როგორ არის ორმაგი მიმართულების ისენი რასიგანისა და მიდის ამაზე ახლა იქაც ის არის რა რომ შენ არ უნდა წახვიდე ამ დროს რა უნდა იკითხო
იკითხო ეს არ არის შეგნებულად გაკეთებული რომ მაგრამ ეს არის აი მოტყუება რა ვიღაცა მოგატყუა და შენ ეს დაგაწერინა ესაც შეიძლება კი რა თქმა უნდა პროფესიონალების პასუხისმგებლობის საკითხი დგება ძალიან აი ნამდვილად მეც ვიყავი იქა მეც ვარ ავტორი ერთ-ერთი იმის რომ ის არ არის ძირფესვიანად კულტურული მემკვიდრეობის ობიექტები აღრიცხული შესწავლას არ ვამბობ არც ყოფილა შესწავლილი და აი დავწერეთ მე მგონია ქალბატონინოსაც გაუგზავნეთ ჩემი ისა რას ვფიქრობდი ამ მშენებლობაზე რა ძეგლები შეიძლებოდა რისკის ქვეშ ყოფილიყო ამ მშენებლობის დროს და რომ არ იყო მთლიანად აღრიცხული იქედან რომ ჩამოვიდნენ ამ ბანკებიდან ჩამოვიდნენ და შეხვედრა ქონდა ჩვენ თბილისში აი წეღანով თქვი რა და მე გასულებიც ვიყავით იქ იმაში ხადაში და ამის მერე დაავალეს სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს რომ აღერიცხათ ის რაც იყო ხადაში ძეგლები და აი ამის მერე გაიზარდეს ჩივილის შემდეგ თუმცა საფრისის საფეთქებაშიც რა თქმა უნდა თუმცა საფრისის საფეთქებაშიც პროფესიონალების დასკვნების ეს ფული გამოჩნდა და მე კიდე მეც გეტყვით მოგიბრუნდებით ანისთან აუცილებლად უნდა გადავიდეთ აი საზოგადოების ყურადღება ახსენა ბატონმა გიორგიმ და საზოგადოების ყურადღება ეს არის ალბათ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, როდესაც მით უმეტეს ესეთი ძალიან დიდი პროექტები ხორციელდება ქვეყანაში, რადგან ეს პროექტები ერთი მხრივ იფუთება ისე რომ ეს სჭირდება საზოგადოებას, მაგრამ მეორე მხრივ ვიღებთ ისეთ შემთხვევებს და სურათს, როგორცაც აი თუნდაც ეს დღეები ვაკვირდებით, ხო? და არა მხოლოდ ეს დღეები, ჩინეთის 23 ბიუროს შემთხვევაში, იგივე რაც ხაშურის ზესტაფონის ტრასაზე დღეს ახლა ხემაღალი, ღერკი, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში რაც მოხდა, ეს ყველაფერი იმ პერიოდის გამოძახილია. Ani, როგორ უნდა იყოს საზოგადოება როგორ უნდა იყოს მობილიზებული საზოგადოება, რომ შეიძლება დავალებული არ ქონდეს მონიტორინგი და დაკვირვება, მაგრამ თვითონ გრძნობდეს ამ პასუხისმგებლობას, აი როგორც მაგალითად ზურაბურდულმა თქვა ახლა გელასთან ინტერვიუში, რომ მეტი რაღა უნდა დაგვემართოს, რომ ხმა მოვიღოთ მთიელებმა. აი რაღა უნდა მოხდეს, რომ მართლაც ადამიანებმა და საზოგადოებამ იგრძნოს თავისი წილი პასუხისმგებლობა ასეთი ტიპის ამბავთან დაკავშირებით. მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს და პირველ რიგში არ შემიძლია არ გამოვთქვა წუხილი ამ ხეობასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ მეც მთიული ვარ, ამ კუთხის შვილი ვარ და ვფიქრობ, რომ ძალიან სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ქართველების ალბათ დიდ უმრავლესობას არ აქვს ნანახი ის მარგალიტი, რომელიც ჩვენ აი ამ პატარა ქვეყანაში გქონდა ამ ხეობის სახით და როდესაც საუბრობდით ახლა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე ხალხური ნათქვამია ესეთი არ ვიცი ხანდო ჭართალი გუდამაყარი სად არის ხადაში გამიგონია 60 ციხე მაგარი და ეს 60 ციხე შეიძლება დღეს ახლა არ დგას მაგრამ ეს მიუთითებს იმაზე რომ სადღაც იყო და დიდი ალბათობით იქ გარკვეული კვალი ჩვენი ისტორიის ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის და ტრადიციების მათ შორის არის უძველესი ისტორიის თავი რომ დავანებოთ მის ლანდშაფტს და სილამაზეს რომელიც აი ამ ხეობაში იყო და რომელიც განადგურეს, აი ისე მოსპეს, რომ გული მტკივა, მე წელს აღარ ავსულ ვარიქ, მაგრამ რაც ეს მშენებლობა დაიწყო, ყოველ წელს ავდიოდი იმისთვის, რომ დამემახსოვრებინა კადრებად როგორი იყო ხადის ხეობა და მართლა გული მტკივა, რომ ბევრ ქართველს, ვინც ახლა ჩვენ გვიყურებს, ეს ხეობა არ უნახავს და ეს რესურსი ჩვენმა ქვეყანამ დაკარგა სამუდამოდ. თავი რომ დავანებოთ იმ ღირებულებებს, რასაც შეეხნენ ეს ადამიანები, თუ შეიძლება ადამიანები ეწოდოთ, არ ვიცი, როდესაც ქართველობაზე დებენ თავს, როდესაც აქვთ სურვილი რომ მართლობაში იყვნენ, როდესაც ოჯახურ ღირებულებებზე გვესაუბრებიან, ტრადიციებზე და ზოგადად აი ამ რაღაც ქართველობაზე აკეთებენ აქცენტს, თითქოს აი აქ მსხდომი და ჩვენაირი ადამიანები ეწინააღმდეგება ამ ყველაფერს პირიქით არის, იმიტომ რომ მათ შეურაცხყვეს აბსოლუტურად ყველა ღირებულება და საბოლოო ჯამში მკვდარსაც აღარ აჩერებენ უკვე საფლავში და ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით წლების წინ, როდესაც
როდესაც დაიწყო ამ პროექტზე საუბარი, აი აქტიური მოქალაქეები, რომლებსაც ადარდებდათ ბედიღბალი ამ ქვეყნის, ადარდებდათ ეკოლოგიაც, კულტურული მემკვიდრეობაც და ყველა ის რისკი, რაზეც ახლა საუბრობდნენ ამაგიდასთან მსხდომნი, ჩვენ განხილული გვაქვს არაერთხელ, მათ შორის სატელევიზიო ეთერებითაც, მათ შორის აქციებით, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მე ვფიქრობ, რომ ჯერ პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ხელისუფლება უნდა იყოს ეროვნული ნამდვილად და ადამიანზე ორიენტირებული, ადამიანის სიცოცხლეზე ორიენტირებული, ჯანმრთელობაზე ორიენტირებული და დღეს ჩვენ ხედავთ, რომ ეს ყველაფერი გასწორებულია მიწასთან, ადამიანი არ წარმოადგენს ამ ქვეყანაში ღირებულებას და მას მოსდევს უკვე ყველა დანარჩენი, რაც აღარ წარმოადგენს ღირებულებას და საბოლოო ჯამში ხედავთ, რომ მოშლილია ფაქტობრივად ყველა სისტემა, რომელიც უნდა ემსახურებოდეს ადამიანს, მაგრამ ამის პარალელურად გააკეთეს ის, რომ საზოგადოებას ჩამოართვეს უფლება, რომ ისაუბროს იმაზე, რაც მას ეკუთვნის, მათივე უფლებების დაცვაზე. ფაქტობრივად ყველა ადამიანი, რომელიც ხმას ამოიღებს, წარმოადგენს გამოცხადებულია რაღაცნაირად ქვეყნის მტრად და საბოლოო ჯამში რაღაცნაირი სტიგმატიზება მოხდა აქტიური ადამიანების. აღარ ჩამოვთვლი ახლა რა ტიპის იარლიყებს არ აკერებენ, არ აქვს მნიშვნელობა ვის და რის უფლებებთან დაკავშირებით აიმაღლებს ადამიანი ხმას და საბოლოო ჯამში საზოგადოების დუმილამდე მივიდა ეს ყველაფერი, მაგრამ საბედნიეროდ დავრჩით ალბათ ამ ქვეყანაში ადამიანები, ვინც აი ახლა ვსაუბრობთ ამაზე, დარჩით მედიაში წარმომადგენლები, ვინც ასაჯაროვებს სიმართლეს, მიუხედავად იმისა, რომ მათ აქვთ უდიდესი მცდელობა, რომ ეს სიმართლე დაიმალოს და ეს ფაქტი, რაც უკანასკნელ დღეებში მოხდა, ერთ-ერთი ნათელი მაგალითია ამ ყველაფრის. მე მინდა ვთქვა, რომ ეს არ არის, რა თქმა უნდა, პირველი შემთხვევა და მაყურებელმა ძალიან კარგად იცის დასავლეთ საქართველოში რა ხდება რიკოტზე, რიკოთის მიმდებარედ, რა ხდებოდა ხადაში მიმდინარედ და რა ხდება დღეს, მაგრამ არ დაგვავიწყდეს და არ დაგვავიწყდეს, რა თქმა უნდა და აქვე უნდა გავაგრძელო საუბარი აუცილებლად ამავე კუთხეზე, ეს არის ხანდო ფასანაურის შემოვლითი გზა, რომელიც არის სწორედ ამ პროექტის ნაწილი, რომელიც ასევე აზიის განვითარების ბანკის სესხით უნდა დაფინანსდეს და მინდა მაყურებელმა იცოდეს, რომ ეს პროექტები, რომელსაც მოყვება მათი სიცოცხლის ხელყოფა, მათი ტრადიციის, კულტურის, სახლის თუ საფლავების შეურაცხყოფა ჩვენივე სესხებით ფინანსდება, რომელიც ჩვენმა მომავალმა თაობებმა, ეს არის მილიონობით და მილიარდობით ლარი, ჩვენ უნდა ვიხადოთ და ფაქტობრივად ჩვენ ვალს ვიღებთ იმისთვის, რომ საკუთარი აი ეს რაღაცა თვითმყოფადობა, ავთენტურობა და ყველა ღირებულება რაც ჩამოვთვალეთ, დავანგრიოთ და მე ამაში ჩვენ შვილებს და შვილთა შვილებს ვახდევინოთ ფული. ხანდო ფასანაურის შემოვლითი გზა ასევე გულისხმობს და ეს ამბავი ზოგადად გაჟღერდა 2023 წელს 1 აგვისტოში. გულისხმობს ასევე ორ გვირაბს და სამ ქედებს შორის გამავალ ხიდებს. მათ წარმოადგენეს 5 პროექტი, რაღაც ძალიან ისეთ აი წარმოადგენეს რაფორმის წარმოადგენს განხილვაზე მოიტანეს ეს პრეზენტაცია და თქვეს რომ ჩვენ დავამუშავეთ 5 პროექტი, მაგრამ აქედან ერთი პროექტი არის იდეალური და აი ეს იდეალური პროექტი განავრცეს შემდგომ, გელა ესწრებოდა ამ შეხვედრას, იმიტომ მეღიმება ახლა ეს ერთი პროექტი განავრცეს და თქვეს რომ აი ეს არის პროექტი, რომელიც თქვენ უნდა მიიღოთ ხალხო, აი აქ ვინც ესწრებით ფასანაურის მაცხოვრებლობა. ეს პროექტი გულისხმობს სწორედ, ვისაც ფასანაური უნახავს, ან რუკაზე მაინც იცის როგორია, ეს არის ვიწრო, ბევრად უფრო კიდე ვიწრო დასახლებული პუნქტი, ვიდრე ხადა ვიწრო ხეობით ადის და შემდგომ იშლება და დასახლება მეტნაკლებად გაშლილია, მაგრამ ფასანაურში ადამიანები ბევრად უფრო მჭიდროდ თანაცხოვრობენ და იმ ქედზე სწორედ იმ მთების ქედის ქვეშ და იმ მთის ქვეშ ცხოვრობს ადამიანთა აბსოლუტური უმრავლესობა ფასანაურში, რომლის ბურღვა აფეთქებითი სამუშაო უწერიათ, 2 გვირაბია პროექტში და 3 ქედთა შორის დამაკავშირებელი ხიდი. ზუსტად აფეთქებითი სამუშაოები იყო ჩაწერილი ამ შემთხვევაში. ეს ყველაფერი ხდება იმის პარალელურად, რომ ადამიანები, ადგილობრივი მაცხოვრებლები მათ ეუბნებიან, რომ ეს მთები არ არის მდგრადი. განსხვავებით ხადისგან და იმ მთისგან, ქედისგან, რომელიც ახლა ჩამოვიდა
ჩამოვიდა მეწყერის სახით, ფასანაური მეტად არის ფოთლოვანი წიწვოვანი, შერეული ტყით არის დაფარული და მე ვფიქრობ, რომ ამას ძალიან დიდი როლი უჭირავს ალბათ, იმიტომ რომ გაზაფხულზე განსაკუთრებით, როდესაც თოვლი დნება, არის სამეწყრები, საზვავეები, ზვავიც მოდის ზამთარში, გამოაქვს უზარმაზარი ზომის ლოდები, ქვაღორღი, წყალი მოდის და იშლება ეს ფაქტობრივად. და არაგვის ადიდება ეს არის ცნობილი მოვლენა. ფასანაურშივე იყო შემთხვევა, როდესაც ჩამოვიდა მეწყერი და დაანგრია სახლი. არსებობს იყო ზვავის შემთხვევები, სადაც ოჯახი მოყვა ამოწყვიტა მთლიანად. და ეს ხალხი მათ უყვება ამ ყველაფრის შესახებ და ესენი აი ესეთი რაღაცნაირი შუშის თვალებით და თითქოს აი მიმღებლობა ნულოვანი მათ ასე გადაწყვეტეს, მათ აქვთ კვლევები და ამ დროს როდესაც ჩვენ ამ დოკუმენტაციას ვნახულობთ, ხედავთ რომ კვლევები ჩატარებული არის იმ კომპანიების მიერ, რომლებსაც გაკეთებული აქვთ, აგერ დამეთანხმებიან ის პროექტები, რაზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ, გეოლოგიურ კვლევაზე მაქვს საუბარი, ეს არის გამა კონსალტინგი და ჯეოინჟინირინგი, ეს ამ ორ სახელს ხედავთ, რიკოთის შემთხვევაში, მათ შორის მთიულეთში მაღალი ძაბვის გადაცემ ანძებზე იყო, რომელიც ასევე არასწორად თავსდებოდა, არა მხოლოდ იმიტომ, რომ მოსახლეობასთან ახლოს იყო, არამედ გეოლოგიური პრობლემები იყო, სასაფლაოები იყო და იგივე ხალხის, მაგრამ ესპანური კომპანია, რომელთან დაკავშირებითაც ნიო საუბრობდა, აიდომი, რომელსაც აქვს გარკვეული ტიპის სამუშაოები ჩატარებული, ამ კომპანიის მიერ ჩატარებულ კვლევებს ისინი ჩვენ არ გვაძლევენ. 2023 წელსშივე მოვითხოვეთ და გვითხრეს, მას შემდეგ რაც მაშინ არსებულმა მთავარმა სიუჟეტი გააკეთა დოკუმენტაციის გამოთხოვნის სირთულეებთან დაკავშირებით, იმ ღამეს გავიდა ანონსი და იმ ღამეს დამიბრუნეს პასუხი 2 თვის თავზე. რომ თურმე წარმოადგენს კომერციულ საიდუმლოებას აიდომის მიერ ჩატარებული კვლევა და დღემდე მე ეს პასუხი არ მიმიღია, ანუ კვლევის შედეგები და არის გასაიდუმლოებული, მაგრამ ამის შემდეგ უკვე ფაქტია, რომ დღევანდელ დღეს უკვე რამდენიმე დღის წინ ისინი იმყოფებოდნენ ფასანაურში და დაძრეს ისევ საუბარი ამ გვირაბთან დაკავშირებით, ფასანაურის განვითარების გეგმის სარჩულშია მოქცეული, ასე ვთქვათ, სადაც დასახელებულია ეს შეფუთეს გარკვეულწილად, სადაც ეს პროექტი უკვე წარმოდგენილია როგორც დამტკიცებული პროექტი გვირაბი, მიუხედავად იმისა, რომ აი ამ წლების მანძილზე არ შემიწყვეტია მე პირადად კომუნიკაცია სამინისტროსთან და ვითხოვდება აუცილებლად მოსახლეობასთან დახმობა თავად პასუხობდნენ, რომ ალტერნატიულ გზებს სწავლობენ ახლა იმ წინააღმდეგობის მერე, რაც 23 წლის აგვისტოში მიიღეს, მაგრამ ეს ალტერნატივები არავის წარმოუდგენია და ისევ არის საუბარი ამ გვირაბზე. გვირაბი, რომც გათხარონ აბსოლუტურად აი ესე ინტაქტურად და არაფერი დაზიანდეს, ვიბრაცია, რომელიც ამ ტრაილერებს აქვს და რაღაც დიდი ზომის მანქანებს, რომელიც იქ უნდა გადაადგილდეს, დიდი ალბათობით იქნება საფრთხის მომცველი ისევ და ისევ. აი მანამდე რომ სულ მართლა კოვზით გამოიღონეს მიწის მასა და მე არ მჯერა რომ ეს უსაფრთხოდ ჩაივლის ეს ყველაფერი და არ მოხდება იგივე ტრაგედია არა. ბევრად უფრო დიდი, იმიტომ რომ კიდევ ვიმეორებ, მოსახლეობის რაოდენობა არის ძალიან დიდი, რომელიც ამ თის ქვეშ ცხოვრობს და ასევე არ დაგვაუწყდეს მდინარე არაგვი, რომლის დაგუბების ძალიან დიდი რისკით არის. თავი რომ დავანებოთ ადამიანების სიცოცხლეს, რომელსაც რისკის წინაშე აყენებენ მუდმივად. სამწუხაროდ ეხლა ცოტა დრო გრჩება, მაგრამ არის რაღაც საკითხები, რომელიც უცბად უნდა მიმოვიხილოთ, რადგან მეორე ნაწილშიც ასევე ძალიან მნიშვნელოვან თემაზე ვისაუბრებთ. ani თუმცა შუაგულ არაგვში ჩადგმული რესტორანიც როგორც კი დავინახეთ, რომელიც ჯერ არ გახსოვს. იმედი მაქვს, რომ შეიკავებენ თავს ამ რესტორნის გახსნისგან, ეს არის აბსოლუტურად სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით და მონაწილეობით არის აწარმოა საქართველოს შუა არაგვის კალაპოტში. ნინო, აუცილებლად პატარა კითხვა უნდა დაგისვა და შემდეგ ბატონ გიორგისაც მინდა ცოტა დრო დაუტოვო იმისთვის, რომ კიდე თუ რაღაცა კომენტარის გაკეთება უნდა. 2019 წელს ამ კომპანიას მსოფლიო ბანკმა ასე ვთქვათ აუგზალა მუშაობა და მიზეზი იყო ძალიან მძიმე თაღლითობა. გვაქვს თუ არა იმის საშუალება აი დღეს მოქალაქეებმა რაღაცა უფრო ქმედითი ნაბიჯები გადავდგათ, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს სათქმელი, რომ ამ კომპანიას აეგრძალა 2019 წელს ოპერირება ნებისმიერ ბაზარზე, ნებისმიერ ქვეყანაში. ეს შეიძლება თუ არა იყოს მიზეზი იმისთვის, რომ რაღაცნაირად აი ამ ტიპის მშენებლობას რაღაცნაირად ხო, შავსიაში იყო შეყვანილი მაშინ.
მაგრამ ნუ როგორც ნახეთ არ აღმოჩნდა ეს საქართველოს მთავრობისთვის დამაკოლებელი გარემოება ხო ან ძალიან წარმატებით გრძელდება ეს თანამშრომლობა სხვადასხვა ძალიან საპასუხისგებლო ძალიან რთულ და ყველაზე მაღალი რისკის მქონე პროექტებთან მიმართებაში თანამშრომლობა ესე რომ ხო სამწუხაროდ ეს იყო დროებითი შეზღუდვა 9 დროებითი შეზღუდვა იყო კი ეს სიაში შესაძლებელია რომ დროებით მოხდეს კომპანია მაგრამ რა თქმა უნდა გააჩნია რა მიზეზით ხდება ხო ანუ ეს ვიღაცისთვის გასათვალისწინებელი გარემოება უნდა იყოს ხო ხო იმიტომ რომ ხა ჩვენ რო ვთქვათ რომ ყველა ჩინური კომპანია ცუდად აშენებს არც ეს იქნება სწორი და არსებობს ინდუსტრიები რომელიც სრულიად ფანტასტიკურია მეორე მხრივ შენ როგორც სახელმწიფოს გააქვს არაერთი შესაძლებლობა და მექანიზმი იმისთვის რომ სათანადოდ აკონტროლო ხო ანუ რამდენად ასრულებს შენ ამ ფუნქციას ესეც ხო ძალიან მნიშვნელოვანია აუცილებლად ყველაზე მნიშვნელოვანია მაგრამ გიორგი ცოტა დრო გვაქვს აი 2 წუთი მაქსიმუმ მოკლედ მე წეგან გამჩერდი და ის იმას მიუბრუნდები მე 2019 წელს აი ამ კომპანიამ დამიბარა გერმანიიდან ახალი ჩამოსული ვიყავი და მითხრეს რომ მოკლედ თქვენ უნდა აგიყვანოთ ჩვენთან მონიტორინგის სამსახურში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კუთხით და მიმართულებით რა თქმა უნდა მე ცოტა გაოგნებული დავრჩი რომ ვინ საიდან ჩემი გვარი როგორ ამოტივტივდა და აღმოჩნდა რომ აი გადანაწილდა ბიპის მშენებლობა რო დამთავრდა ბიპიმ რომ ჩამოაყალიბა კულტურული კუთხით სამსახური აი ამ მშენებლობის ვინც მონიტორინგს უწევდა დიდი სამსახური ჩამოაყალიბა და იქ მე არაერთი ექსპედიციის ხელმძღვანელი ვიყავი და ჩემი ხელმოწერით რო გაიგზავნა იქ აღმოჩნდნენ ისინი არიან მონიტორინგს უწევენ აი მშენებლობას სხვადასხვა ქვეყნებში რომელ იმასაც იმასრებიან რა აფინანსებენ ესა თუ ის ბანკები და ჩემი გვარი ეთყობა ჩაიწერა და მე რო უარი უთხარი და რაც მეუბნებიან აი აფეთქებებიო როგორ ზიანს მიაყენებს ამ იმასო ციხე კოშკებსო რა ზიანი შეიძლება მოუტანოს და მე ვეუბნები არქეოლოგები ვინც არ უნდა მოიწვიოთ არქეოლოგი ამას ვერ გეტყვით იმიტომ მაგას სეისმოლოგი უნდა გეოლოგი უნდა ვიღაც მე რა სიძლიერის აფეთქებები პროფილური კვლევა ჭირდება რა შეეხება არქეოლოგიურ იმას ხო ყავს ერთი მოწვეული საყავს ექსპერტი ეს არის ინგლისელი და ის არის უკმაყოფილო ამ არქეოლოგიური გათხრებით არქეოლოგიური მე მაშინ იმ კომპანიის წარმომადგენლებს ვუთხარი რომ დადევით ხელშეკრულება ეროვნული მუზეუმის ხელმძღვანელობასთან ეროვნული მუზეუმის შემადგენლობაში შედის ოთარ ლოთქიფანიძის სახელობის არქეოლოგიური კვლევის ინსტიტუტი რომელი ინსტიტუციც აწარმოებდა გათხრებს ბიპის მთელ ამშენებლობას არ ყოფილა არც ერთი საყვედური არ ყოფილა რაღაცა ისეთი წარმატებით განხორციელდა აი ეს ჩარლზ ლეკუზენე იძახის რომ მე აქ რა ვნახე მე გაოცებული ვარ ახლა რაშია საქმე სააგენტოს მაშინდელი ხელმძღვანელობა თავის დაქვემდებარებაში მყოფ არქეოლოგებს აგზავნიდა იქა აი გათხრებს და იმიტომ იყო უკმაყოფილება ახლა მე არ ვიცი ერთადერთი შემთხვევა იყო იქ ჩოხელია გია ჩოხელი ხადაში ცხოვრობს ეს ახალგაზრდა ბიჭმა დადო გიგა ხო გიგა ჩოხელი რომელმაც დადო ფოტოები საქმე იმაშია რომ ვახუშტი ბატონიშვილი თავის საქართველოს ისტორიაში წერს რომ ხადის ველზე არის მეფეთა ნასასახლები და თურმე შემოფარგლული ქონდათ არქეოლოგებს ისეთი ლენტით რომ ის უნდა გათხრილიყო და რა გააკეთა გზათა მშენებლობის დეპარტამენტი მივიდა მაშინდელ სააგენტოს ხელმძღვანელთან მაშინ აზნაურაშვილი იყო ახლა ახალი მებს არაფერი არ დავაბრალოთ ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით და იმან უთხრა ამ საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენელს რომ თუ ეგ ხელს გიშლით მოდით გადაატარეთ ტექნიკა და მერე მოვლენ არქეოლოგები და გათხრიან ეს გადაუარეს ზემოდან და ამ დროს ეს გიგადებს ამას თავის Facebook გვერდზე ფოტოებს დანგრეული ეს მუხლუხების ისი ჩანს მე დავწერე კომენტარი რომ აი ჩანს აქ როგორ ვექცევით ჩვენ კულტურულ მემკვიდრეობას ან ბუნებას და რაღაც
ეხლა რა აღმოჩნდა, რომ აი ეგეთი ისა მერე გავიგე მე, ვინც იქ იყო, იმან მითხრა, როგორ მოხდა ეს ამის დანგრევა და იმდენად დიდი და იმდენად მასშტაბური ის არის, რომ ეს აი ეს მეფეთა ნასასახლები, ანუ მეფეთა სახლი, სადაც დაუშვათ ერთი 5 თუ 6 წელი იყო, დავით მე-6-ე, დავით მე-8-დაც მოიხსენიებენ, რომ მეფე თავს აფარებდა მან მაგხეობაში იყო რა და ეს ცნობილია წერილობითი წყაროები. ძალიან დიდი მადლობა. დღეს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვისაუბრეთ ალბათ 1/10 იმისა, რაც ალბათ არის სასაუბრო და არა მხოლოდ ხადასხევებაზე და არა მხოლოდ იმ გზაზე, რომელსაც ჩვენ ახლა უყურებთ, როგორ შენდება, არ ვიცი როგორ დამთავრდება ეს ამბავი. ყოველ შემთხვევაში საზოგადოების დიდი ნაწილი მე დარწმუნებული ვარ, რომ იქნება ყურადღებით, ჟურნალისტები იქნებიან აუცილებლად, ვიქნებით აუცილებლად ყურადღებით და რა ვიცი, ასევე მივადევნებთ თვალს, როგორ განვითარდება მოვლენები გელა შენი ვიზიტის შემდეგ რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო, ნახოთ, დაველოდოთ ამას და რა თქმა უნდა ჩვენ ყურადღებით ვიქნებით ხადასხევებასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ აბსოლუტურად დარწმუნებულები ვარ და ძალიან სწრაფად უბრალოდ მინდა დავამატო, რომ ყველა ადამიანმა, ვინც ახლა ჩვენ გვიყურებს, მინდა იცოდეს, რომ ჩვენ არ ვართ განვითარების წინააღმდეგნი. იმიტომ რომ ძალიან ხშირად ამბობენ, რომ აი განვითარებას ეწინააღმდეგებიან. Პირიქით, ჩვენ გვინდა მეტი გზა, მეტი სოფელი, რომელშიც გზა მივა, ოღონდ ეს ყველაფერი გვინდა არა ადამიანების სიცოცხლის ხარჯზე და არა კულტურული მემკვიდრეობის, ძეგლების დანგრევის და ასევე ეკოლოგიის დანგრევის ხარჯზე. სწორედ ამიტომ გვინდა ევროკავშირისკენ გზა, რომ ეს ყველა უფლება ადამიანებს კონდეთ დაცული და ყველამ უნდა დაიცვას სათითაოდ და ჩვენ ყველამ აქტიურმა საზოგადოებამ ეს უფლება მწვანე ალტერნატივასნაირ ორგანიზაციებს, იმიტომ ანადგურებენ, რომ ასეთი ტიპის დარღვევებზე რეაგირება არ ქონდეთ და ვერავინ მოახდინოს და ხალხს გვერდში ვერ დაუდგეს. მე მაინც გონია რომ ეს ვერაფრით ვერ მოხდება, იმიტომ რომ მწვანე ალტერნატივა ჩვენ ყველას გვჭირდება, როგორც ამ გზას აღარაფერი აღარ გააჩერებს, მორჩა ესა სამწუხარო ფაქტია რა და განადგურდა ეს კუთხე რა, რომელსაც ჩვენ ახლა თუმცა არ იქნებოდა სამწუხარო ფაქტი, აი რასაც არიან. ხო, რისი შენარჩუნება. ამას ვამბობ, ხო. მე რო თქვით არქეოლოგები რო ახსენ იმის დაქვემდებარების, აგენტოს დაქვემდებარების, ისინი სპეციალისტები, კარგი სპეციალისტები მაგრამ რასაც ეუბნებიან წინააღმდეგ შემთხვევაში მათ გაუშვებენ იმ თავიანთი სამსახურს. ვერ აღმოჩნდება კარგი სპეციალისტი, იმიტომ რომ თუ მაქშიშის ქვეშ ხელს აწერთ, აი ეს მე არა ვარ რა თქმა უნდა მაგისი მომხრე. მე მაგალითად ავდგებოდი და წამოვიდოდი, მაგრამ არის ვიღაცა რომელიც ამას ვერ აკეთებს, ხო? ვიცი რა, ალბათ ყველას უნდა კონდეს ერთმანეთის იმედი, ჟურნალისტებსაც, არასამთავრობო ორგანიზაციებსაც, ყველა მიმართულების სპეციალისტს უნდა კონდეს ერთმანეთის იმედი ასეთ შემთხვევაში, იმიტომ რომ ნებისმიერი განვითარება პირველ რიგში ადამიანების კეთილდღეობას უნდა ემსახურებოდეს. რამდენიმე წუთში შევუბრუნდებით ისევ ძალიან მნიშვნელოვან თემაზე სასაუბროთ. მადლობთ მობრძანებისთვის. ვრუნდებით ღია სივრცეში, დაახლოებით 9 საათის წინ გავრცელდა ინფორმაცია აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ავგან სადიგოვის საკუთარ სახლში პოლიციის მიერ დაკავების შესახებ. ამ ინფორმაციას ავრცელებს ავგან სადიგოვის ადვოკატი თამთა მიქელაძე. მე ახლა ჩავიკითხავ მის პოს დაკავების მიზეზი და მისი ადგილმდებარეობა ამ დრომდე ჩვენთვის როგორც მისი ადვოკატებისთვის უცნობია. გუშინ სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ავგან სადიგოვს მოუხსნა გირაოს ღონისძიება და გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა. ამის საფუძველი თავად აზერბაიჯანის მიერ 1 აპრილს ავგან სადიგოვის მიმართ სისხლისამართლებრივი დევნის შეწყვეტა გახდა. საინტერესოა, რომ ეს გადაწყვეტილება აზერბაიჯანმა არ მიიღო მაშინაც კი, როდესაც ამის შესაძლებლობა თავად სტრასბურგის სასამართლომ მისცა მეგობრული მორიგების ფარგლებში. ამ სრულიად მოულოდნელმა პროცესმა ბევრი ეჭვი გააჩინა, თუმცა მაინც გვიტოვებდა იმედს, რომ ეს ადამიანი მალე დატოვებდა საქართველოს და ოჯახთან გაერთიანებას შეძლებდა. თუმცა დღეს მოხდა ეს. ძალიან მაღალია რისკი, რომ ის შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონის დარღვევის საფუძველზე რეპრესიული და ანტიდემოკრატიული ნორმების გამოყენებით სისხლისამართლებრივი წესით დააკავეს. როგორც გახსოვთ, მიმდინარე წლის 17 იანვარს საქალაქო სასამართლომ ამ საკითხებზე საქმე პროკურატურაში გადააგზავნა გამოძიების დაწყების მოთხოვნით. თუ ეს ასეა, როგორც ჩანს, ქართული ოცნება ცდილობს ავგან სადიგოვის საქმეზე სრული პასუხისმგებლობა თავად აიღოს და ალიევის რეჟიმს კიდევ ერთი ძღვენი მიართვას. ამას წერს თამთა მიქელაძე. ჩვენ ახლა ყველა საშუალებას ვიყენებთ მისი დაკავების მიზეზის და ადგილსამყოფელი
თვალის დასადგენად. კარგი იქნება თუ მედია ასევე დაგვეხმარება ამ ამბის დროულ გარკვევაში, რა თქმა უნდა, ჩვენც აქტიურად ჩავერთვებით ამ ინფორმაციის მოპოვების რეჟიმში. ახლა გადავდივართ მეორე საკითხზე. ელექტროენერგია გაძვირდა რეგიონებში იმ აბონენტებისთვის, რომლებიც ყოველთვიურად 101 კილოვატამდე ელექტროენერგიას მოიხმარენ, ამიერიდან თითქმის 34%-ით მეტის გადახდა მოუწევთ. თბილისის მცხოვრებლებს ელექტროენერგიის იმავე ხარჯით დენის გადასახადი 33%-ით გაეზრდებათ, გაიზარდა კომერციული ტარიფიც, რასაც მოყვება თითქმის ყველა საყოფაცხოვრებო პროდუქტზე ფასების მატება. რამდენად აუცილებელი იყო ამის გაკეთება და რამდენად შეიცვლება ამით ჩვენი ისედაც უძვირესი ცხოვრება უკვე ამ თვიდან, აპრილიდან. ღია სივრცის სტუმარია დავით ჭიპაშვილი, ეკონომისტი, მწვანე ალტერნატივის წევრი. ძალიან დიდი მადლობა დავით მოგზანებისთვის და პირველივე კითხვა. მიზეზად დასახელდა მოხმარების გაზრდა. რამ გამოიწვია მოხმარების გაზრდა? მადლობა მოწვევისთვის. ხო, თუ ჩავიხედებით სინამდვილეში სემეკის პრეს-რელიზში, რომელიც მიძღვნილი იყო ტარიფებს, ძალიან ბევრი ორაზროვანი ჩანაწერი არის ამ პრეს-რელიზში და რას გულისხმობ. აი კონკრეტულად რა თქვა კი? პირველი მიზეზი დასახელებული იყო იმპორტ დამოკიდებულების გაზრდა. თუ ეხლა შევაფასებთ 2021 წლიდან 2025 წლის ჩათვლით პერიოდს, ცირედით გაიზარდა იმპორტი და ამის მიზეზსაც ვიტყვი, რის გამო გაიზარდა ამის ეს, მაგრამ რაიმე განსაკუთრებული პრაქტიკულად აი ამ ბოლო წლების განმავლობაში პირდაპირ ვთქვათ, ელექტროენერგიის მოხმარების გაზრდა საქართველოს კონტროლირება ტერიტორიებზე, ანუ აფხაზეთის გარდა, პრაქტიკულად ერთი და იგივე მეტნაკლებად ერთი და იგივე ნორმაზე ნარჩუნდება. მაგალითად 25-ში იყო 14 მილიარდ 400 მილიონი კილოვატ-საათის მოხმარება, ეხლა არის 25-ში გახდა 14.800, მანამდე საერთოდ დაიკლო, მერე მოიმატა, იმპორტმა მოიმატა 25-ში 800 მილიონ კილოვატ-საათს მიაღწია, რაც ესე შეიძლება ჟღერს დიდი რიცხვი, მაგრამ სინამდვილეში საერთოდ არ არის დიდი რიცხვი და აქედან გამომდინარე ტარიფის გაზრდის დაბრალება იმპორტზე ცოტა არ იყოს და უცნაურია. მაგრამ მოხმარების გაზრდა რა შეიძლება უკავშირდება? ხო, აი ეს უკვე ძალიან საინტერესო საკითხი, იმიტომ რომ მოხმარების გაზრდამდე სემეკმა ასევე ახსენა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი მიზეზები და აი ამაზე მინდოდა რატომაც ვთქვი ორაზროვანი ჩანაწერი იყო თქო. ახსენა ახალი სადგურების, ასე ვთქვათ, ტარიფების ნაწილი, ანუ ახალი ჰიდროელექტროსადგურებს გულისხმობდა სავარაუდოდ და ასევე ახსენა ინვესტიციების საჭიროება სექტორში. და ასევე თავადვე ახსენა, რომ 2024-25 წლებში ელექტროენერგიის ტარიფი შემცირებული იყო 3 თეთრითო. ეხლა 5 თეთრით გაიზარდაო და პრინციპში ზრდა მნიშვნელოვანი არ არის სამაგიეროდ რომ მილიარდ ნახევარი ლარის ინვესტიციებს ჩადებენ გამანაწილებელი კომპანიები სექტორში ქსელის რეაბილიტაციისთვის, რომ წვეტები არ იყოს. ხო, მაგრამ ეს მათი ინვესტიცია, ვთქვათ, რატომ ხდება ჩვენი მოსახლეობის გადასახდელი? იმიტომ რომ ჩვენი სისტემა ესე არის მოწყობილი და ამასაც ახსნი როგორ დგება ზოგადად ტარიფი, თუმცა რამდენად სამართლიანია ეს კიდევ ცალკე საკითხია. უბრალოდ აქ ერთი რაღაცის გასმა მინდა, რომ როდესაც საუბარია იმაზე, რომ თურმე მილიარდ ნახევრიანი კაპიტალ დაბანდება არის ქსელის რეაბილიტაციისთვის საჭირო, აქ იბადება კითხვა კი, მაგრამ ამდენი წლის განმავლობაში მანამდე სად იყო ეს ენერგოპროდათელასი? ჩვენ ყველა ვხედავდით, ხო, წვიმავი იყო, თოვლი იყო, თუ ქარი დაუბერავდა, ადამიანები დენის გარეშე რჩებოდნენ სოფლებში მუდმივად. სულ არ ჩამქრალიყო დენი, ეხლა ყველას გვაქვს რაღაც აგარაკი და ყველამ ვიცით, რომ აგარაკზე 220 კილოვატიანი, ისა რა ქვია, კილოვატიანი კი არა, ვოლტი დენის არასოდეს არ არის და ხან რა გვიფუჭდება, ხან რა გვიფუჭდება, ხო? მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყველანი პატიოსნად ვიხდით, ამიტომაც კითხვა იბადება შემდეგნაირად, რომ 2024-25 წელს რომ 3 თეთრით შეამცირა სემეკმა დენის ტარიფი, რის ხარჯზე შეამცირა? და აი ახლა აქედან გამომდინარე მოკლედ და მარტივად მინდა აგიხსნათ, როგორ ხდება დენის ტარიფის განსაზღვრა საქართველოში. მე ძალიან მინდა რომ საზოგადოების ყველა წევრი, ვინც ახლა უყურებს გადაცემას, აუცილებლად გაიგოს
ის რასაც თქვენ ახლა ახსნით. ანუ აი ძალიან მარტივ ენაზე უნდა ახსნათ, ისე რომ მეც გავიგოთ ყველამ აბსოლუტურად. ჩვენთან იმის გამო რომ ჩვენთან არის პრაქტიკულად ვერტიკალურად ინტეგრირებული ელექტროენერგეტიკული სექტორი, ელექტროენერგიის ტარიფს განსაზღვრავს SEMEC-ი, ანუ დამოუკიდებელი მარეგულირებელი კომისია. და ამ დენის ტარიფის განსაზღვრის პროცესში არის რამოდენიმე კომპონენტი, რომელიც მიხედვითაც ხდება შეფასება და დადგენა საბოლოო ტარიფის. პირველი ეს არის გენერაცია, ანუ ელექტროენერგიის წარმოება. შესაბამისად, ელექტროენერგიის წარმოებაში შედის მაგალითად მარეგულირებელი ჰიდროელექტროსადგურები, სეზონური რეგულირების ჰიდროელექტროსადგურები, დერეგულირებული ჰიდროელექტროსადგურები. იგულისხმება ახალაშენებული ჰიდროელექტროსადგურები, განსაკუთრებით, რომლებსაც აქვთ გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებები, რაზეც უამრავი პროტესტის ერთ-ერთი საგანი ზუსტად ეს იყო, ხო, რომ ძალიან ძვირს ვიხდით, ძალიან ძვირი ვალდებულებები გვაქვს აღებული კომპანიის წინაშე სახელმწიფოს. აი ეს არის ერთ-ერთი კომპონენტი. ოღონდ ეს არ არის მთავარი კომპონენტი, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, ოღონდ არა მთავარი, სადაც ნახევარი ტარიფის მოდის აი ამ თბოელექტროსადგურები. ასევე თბოელექტროსადგურებისთვის საჭირო ბუნებრივი აირი და საერთოდ როგორ დგება თბოელექტროსადგურისთვის ცალკე ფიქსირებული ტარიფი და პლუს იმპორტის ღირებულება. ანუ ეს არის პირველი ეს თქვა გენერაციის კომპონენტის ქვეშ. მეორე კომპონენტი ეს არის უკვე გადაცემა, იმიტომ რომ ესე დენი რაღაცნაირად მაღალი ძაბვის ქვესადგურებითა და გადამცემი ხაზებით უნდა მოვიდეს ასე ვთქვათ სისტემამდე. და ეს ამასაც სახელმწიფო ელექტროსისტემა აკეთებს ამ ყველაფერს, მას აქვს ასე ვთქვათ ფიქსირებული, მასაც დაფიქსირებული ტარიფი, თუ რა ტარიფად უზრუნველყოფს გატარებას ასე ვთქვათ ელექტროენერგიის. მესამე კომპონენტი ეს არის დისპეჩერიზაცია, ანუ ეს დენი არსებობს, მაგრამ ვიღაცამ უნდა მართოს, ხომ, რომ ვთქვათ სად არის საჭირო, რომელი სადგურიდან უნდა გადაერთოს, როგორ უნდა დაბალანსდეს და ასე შემდეგ. ამასაც ცალკე ასე ვთქვათ ტარიფია. აი მერე უკვე მოდის მიწოდება და განაწილება, რომელიც არის სრულად მონოპოლიზირებული ორი კომპანიის მხრიდან. ეს არის თელასი და ენერგოპრო, რომელიც არა მხოლოდ განაწილებაზე არიან, ასე ვთქვათ, პასუხისმგებელი, სინამდვილეში ისინი ასევე ფლობენ აი პირველ კომპონენტის მნიშვნელოვან ნაწილსაც, ანუ გენერაციის ობიექტებსაც, მაგალითად არსებულ ჰიდროელექტროსადგურებს. პრაქტიკულად, რა ვიცი, უმრავლესობა ამ ჰიდროელექტროსადგურების სწორედ აი ამ კომპანიების ფლობელობაში მოდის, მაგალითად იგივე ჟინვალ ჰესი, თქვათ, გუმათ ჰესი, ლაჯანური და ასე შემდეგ. აი ოღონდ აი ამ ტარიფის განსაზღვრის პროცესში უკვე SEMEC-ში ხდება განცხადებები შეტანა ამ კომპანიების მხრიდან, თუ რა კაპიტალ დაბანდებები განახორციელეს მათ, რატომ სურთ, მაგალითად იქ სავალუტო კურსი არის მნიშვნელოვანი კომპონენტი, აი სავალუტო კურსის ცვლილების გამო შესაძლებელი, იმიტომ რომ ჩვენი ტარიფის განსაზღვრის მეთოდოლოგია ეფუძნება ეგრეთ წოდებული ხარჯ პლუს მოგება კონცეფციას, სადაც ანუ ხარჯები გაწია კომპანიამ და მან რაღაცა გონივრული მოგების მარჟაც უნდა დაემატოს. აი ამ ყველაფერს საზღვრავს ასე ვთქვათ SEMEC-ი და ადგენს ტარიფს. ეხლა მათ შორის გონივრულ მოგებასაც. გონივრულ მოგებასაც, მაგრამ აქ არის ეხლა მივადექით ყველაზე რთულ მომენტს. არის კი ეს ტარიფი სამართლიანი. აი, მაგალითად გაიზარდა 5 თეთრი, თავი შეიძლება გაზრდილიყო 7 თეთრი, 15. დათო, აუცილებლად უნდა გავუსვათ ხაზზე ერთ რაღაცას. ხომ არ იყო ეს ზოგადად მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მომენტი, როდესაც დასახელებული იყო 5 თეთრი, რომელიც რეალურად აღმოჩნდა, რომ არის მთელი 33%. ეგ კიდევ ცალკე თემა კი, რა თქმა უნდა, ეს არის ასე ვთქვათ, PR ტექნოლოგიური პრეს რელიზი იყო ეს, ზუსტად, რომ 5 თეთრი ახლა ასე არ ხდება, მაგრამ თუ კარგად დაფიქრდებით, რომ 15 თეთრი გქონდა და ეხლა 20 თეთრი უნდა გადაიხადოთ, ეს უკვე სერიოზული ზრდა არის, ხომ? ეს ერთი საკითხი და მეორე, იქ კიდევ ერთი ესეთი ხაზი იყო გატარებული, რომ მიუხედავად ყველაფრისაო, ჩვენთანო ელექტროენერგიის ტარიფი უფრო დაბალიაო, ვიდრე ევროკავშირშიო. და ამიტომაც გეტყვით, ამიტომაც დავიწყე ხა საქართველოს როგორ ხდება ტარიფი და რატო არ არის ეს სამართლიანი. იმიტომ რომ არც ამ პრეს-რელიზში ერთი სიტყვით არ უთქვია SEMEC-ს ზოგადად ელექტროენერგიის მოხმარების ზრდაში
რა სექტორი არის პასუხისმგებელი და საერთოდ ეს სექტორი რა ფუნქციის მატარებელია და რა სარგებლის მომტანია ქვეყნისთვის და გულისხმობ კრიპტო ინდუსტრიას. ეს არის აუცილებლად 2025 წელს ყველაზე დიდი მომხმარებლების ტოპ მეორე მომხმარებელი ელექტროენერგიის არის IA Tech Solutions თუ რაღაცა ეგეთი ქვია, რომელიც პრაქტიკულად შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ არის Bitfury-ის აი ბატონი ბიძინა ივანიშვილის ასე ვთქვათ ყოფილი თუ არ შეიძლება ეს უკვე მისი საკუთრებაა, ვერ გეტყვით, ეს არის კრიპტო ყველაზე დიდი კრიპტო ინდუსტრიის და მის გარდა კიდე 4-ია, ოღონდ ეს ყველაზე დიდია და აი ამ კრიპტო ინდუსტრიამ 2025 წელს მოიხმარა 450 მილიონი კილოვატ-საათი. მარტო აი ამ ერთმა კომპანიამ. ეს კომპანია სავარაუდოდ კი არა და მდებარეობს თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში და რატო ახსენებ ეს თავისუფალ ეკონომიკურ ზონას? იმიტომ რომ ეს კომპანია ელექტროენერგია ჩვენ ნებისმიერი ბიზნესი ეს მაღაზია იქნება თუ ასე შემდეგ, ჩვენ ვიხდით DGG-ს, ანუ DGG ემატება ტარიფში DGG შედის, ოღონდ არ შედის აი ამ ელექტროენერგიის ფასში DGG კრიპტო ინდუსტრიისთვის. ანუ პრაქტიკულად გამოდის, რომ ჩვენ რა ტარიფიც გვაქვს, იმაზე ბევრად დაბალი ტარიფით ეს ინდუსტრია სარგებლობს და ხმარობს ელექტროენერგიას. მინუს DGG. მინუს DGG-ით, -18%. ეხლა ისმის ესეთ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ენერგეტიკულად მნიშვნელოვანი საკითხი არა, რომ ყველა ჩვენთაგანისაგან განსხვავებით კრიპტო ინდუსტრიას სჭირდება ელექტროენერგია 24/7-ზე, ანუ 24 საათის განმავლობაში ზამთარ, ზაფხულ, დღე, ღამე არ აქვს ამას მნიშვნელობა, რომელიც ქმნის სერიოზულ სიმძლავრეზე სერიოზულ მოთხოვნას. ანუ პრაქტიკულად ჩვენი გენერაცია ისე არის მოწყობილი, რომ რეალურად ის არ არის და ვერ არის გათვლილი აი ასეთი ტიპის ელექტროენერგიის მოთხოვნაზე. რას გულისხმობ? მაგალითად ჰიდროელექტროგენერაციის 74% მოდის ჰიდროელექტროსადგურებს. რას ნიშნავს ეს, რომ ეს ჰიდროელექტროსადგურები მუშაობენ ანუ ესე უწყვეტად ვერ მუშაობენ. მაგალითად ზამთრის პერიოდში, როდესაც მდინარეში არ არის წყალი, მარტივად რომ თქვათ, ვერ მინიმალურ დონეზე საერთოდ ვერ მუშაობს. გაზაფხულზე მუშაობს კი ბატონო, მაგრამ კრიპტო ინდუსტრიას ზამთარშიც იმდენივე დენი ჭირდება, როგორც გაზაფხულზე, ზაფხულში და შემოდგომაზე. ამიტომაც, როდესაც საუბარია, რომ იმპორტი გაიზარდა, აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. იმპორტი როდის იზრდება? ზამთარში და რატომ იზრდება? იმიტომ რომ კრიპტო ინდუსტრიის მოთხოვნის გამო, იმის გამო, რომ გენერაციის ობიექტები ვერ აწარმოებენ ამდენ ელექტროენერგიას და უწყვეტად უნდა კონდეს. რადგან უწყვეტად უნდა კონდეს ეს ელექტროენერგია, ამიტომ გჭირდება იმპორტის შემოტანა სხვადასხვა ქვეყნებიდან იმისთვის, რომ ამ ინდუსტრიამ, რომელიც რას ქმნის გაუგებარია, ანუ მისი მფლობელისთვის გასაგებია, რასაც ქმნის, მაგრამ გულისხმობ ამ შემთხვევაში კონკრეტულად საქართველოში რა ეკონომიკურ დოვლადს ქმნის, ასაქმებს ხალხს, რაიმე რა საკეთებს, საერთოდ რა ინდუსტრია არის? არა, ხალხს ასაქმებს მინდა გითხრათ კი? ხალხს ასაქმებს. ოღონდ ამ ტიპის დასაქმებას არ უსურვებდი აბსოლუტურად არავის. ეს ის საქმე არ არის, რომლითაც ადამიანმა შეიძლება რაღაც დიდ წარმატებებს მიაღწიოს ცხოვრებაში, ან არა, ნუ ახლა მისი მფლობელობისთვის გასაგებია, მაგრამ მე გულისხმობ რას, იცით, რომ ანუ ეკონომიკურ ცოტა გაუგებარია რა, იცით, რომ არსებობს კომპანია, რომელიც იხდის გადასახადებს, ხო? ეხლა არ მინდა ეხლა რომელიმე რაღაცა რეკლამას ჩამომერთვას, აი რომელიმე რაღაცა კომპანია, ხო? იხდის გადასახადს. DGG-საც იხდის ელექტროენერგიის მოხმარებას მისთვის, რომ პროდუქცია აწარმოოს. გადასახადებს იხდის, საშემოსავლოსაც იხდის, ყველაფერს იხდის. ეს კომპანია რას აკეთებს? არც არაფერს. ანუ ეს სად მონაწილეობს აი ამ ეკონომიკურ საქმიანობაში. ეს ერთი საკითხი. ეხლა იმპორტს რო დაუბრუნდეთ ისევე, ხომ? რატომაც გაიზარდა იმპორტი და ეს იმპორტ დამოკიდებულებას რო დაბრალდა. იმპორტის ფასები რატომ არ ვიცით? როდესაც საუბარია, რომ ეს ტარიფი, აი მაგალითად, მე მინდა რომ ვენდორო სემეკმა მართლაც ესე ძალიან ნარმანია დაჯდა და მეც მინდა რომ ნარმანიას ვენდო პირადად და აი ძალიან კარგად დათვალა, სამართლიანად დათვალა. უკაცრავად იმისთვის რომ მე ვენდო
ენერგეტიკის, ელექტროენერგეტიკის სექტორიც და ზოგადად ენერგეტიკის სექტორი ან მონოპოლიური სექტორი. იმისთვის რომ მე ვინმეს ვენდო ამ შემთხვევაში დამოუკიდებელ მარეგულირებელს, რომელსაც ხელფასებს სხვათა შორის ზუსტად აი ამ ტარიფიდან, ამ ტარიფში სემეკის თანხებით შედის, ვუხდი ამისთვის მე მჭირდება, ანუ ადამიანებს თითოეულ ჩვენთაგან სჭირდება ვიცოდეთ ამ ტარიფის დათვლის დროს თითოეულ კომპონენტში რა შეიყვანეს, რა ფასი შეიყვანეს. მაგალითად, თბოელექტროსადგურებს რატომ უხდით, რატომ არის თბოელექტროსადგურებისთვის განსაზღვრული ეს ტარიფი? მაგალითად, რამდენ გაზს ხმარობენ, ეს გაზი საიდან შემოდის და რა ფასად? რატო არის კონფიდენციალური სუსირო ერთ-ერთმა ტელევიზიამ რომ მოიპოვა ხელშეკრულება გაზპრომთან გაფორმებული, რატო ატყდა ესეთი ამბავი, ხო? რატომ იყო რატომ არის გაზის ფასი კონფიდენციალური? იმპორტის ფასი რატო არის კონფიდენციალური? როგორ შეიძლება იმპორტი, რომელსაც ჩვენ ხმარობთ, ხო, იყოს კონფიდენციალური? ყველაზე მეტად იცით რა არის საინტერესო, დავით, ჩვენ ყველანი ვართ მონაწილე ამ, ვთქვათ, თანხების გადახდაში, ხო? ჩვენ ხო ამას ვიხდით ყველანი. ჩვენ ვიხდით ყველაფერს და კონფიდენციალობა ამ შემთხვევაში ჩემთვის ძალიან შეურაცხყოფელია, იმიტომ რომ მე მაინტერესებს ვიცოდე რაში ვიხდი ამ ფულს. მით უმეტეს თუ მიმტკიცებენ რომ იმპორტ დამოკიდებულების გამო გაიზარდა ტარიფი, ხო? თუ გაიზარდა, მითხარი რამდენად შემოგაქვს, კაცო? ხო უნდა ვიცოდე. უფრო მეტიც, ხო უნდა ვიცოდე, რატომ არის და როგორ მოხდა შერჩევა იმ შუამავალი კომპანიების, რომელიც მონაწილეობენ ერთი ქვეყნიდან საქართველოში დენის ექსპორტის პროცესში. მაგალითად, ეს შუამავალი კომპანიას შემოაქვს, ანუ არ გეგონოთ, რომ თქვათ აზერბაიჯანიდან დენი პირდაპირ საქართველოში მოდის. არა, აი ეს შუამავალი კომპანია ყიდულობს ამ დენს, ამატებს თავის მოგების მარჟას და მერე შემოდის ეს აქ. ეხლა კითხვა არის ასეთი აი ეს კომპანია როგორ შეირჩა, რატო შეირჩა საერთოდ და რამე ტენდერი იყო, ყველაზე კარგი პირობა შესთავაზა. ისიც საიდუმლოა კომერციული მისი, თქვათ, მარჟა, მოგების. მისი მოგების მარჟას, ყველაფერი კომერციული, არაფერი არ არის საიდუმლო. ამიტომაც, როდესაც ადამიანები სვამენ კითხვას და როდესაც ძალიან გონივრულ ეჭვს გამოთქვამენ იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ტარიფი არ არის სამართლიანი, იმიტომ თქვი დასაწყისში, რატომ გაიზარდა 5 თეთრი და არა 7-ით, ან 4-ით? რა ვიცით, ანუ აი ადამიანებმა ჩვენ თვითონმა ჩვენთაგანმა როგორ უნდა მივხვდეთ, სამართლიანად ვიხდით, უნდა გადავიხატოთ ამ ხელაფასი თუ ეს ფასი მერე რაღაცა კორუფციულ რაღაცებს ხმარდება, ხო? აი ეს არის მნიშვნელოვანი. ეხლა თუ შევადარებთ, ეხლა როდესაც საუბრობთ ხოლმე და აი ყველაზე ესეთი ცინიკური იყო პრეს-რელიზის ბოლო აბზაცი სემეკის მხრიდან, როდესაც საუბრობს, რომ კი იზრდებაო ტარიფიო ჩვენთანო, მაგრამ ეს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებზე მაინც ბევრად დაბალიაო ელექტროენერგიის ტარიფიო. ეხლა მინდა უბრალოდ აი ამასთან დაკავშირებით რატომ არის ცინიკური გეტყვით, იმიტომ რომ ეხლა მინდა გითხრათ როგორ დგება ელექტროენერგიის ტარიფი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში, რომლის დადგენის ვალდებულებას, ანუ რომლის მოდელზე გადასვლის ვალდებულებას საქართველოს აქვს, ცოცხალი თავით არ გადადის და 2000 ენერგოგაერთიანების წევრი სახელმწიფო ვარ და ეხლა 2027 წლის 1 ივლისამდე გადაწიეს კიდე აი ამ სისტემაზე გადასვლა. და მეტ გამჭვირვალობას მოითხოვს, თქვა, ინფორმაცია. აი ეს არის ერთ-ერთი ქვაკუთხედი. ყველაფერი, რომელიც რაც კი დაკავშირებული, იმიტომ რომ იქაც აღიარებენ, რომ ენერგეტიკის სექტორი არის მონოპოლი, ბუნებრივი მონოპოლისკენ მიდრეკილი სექტორი, ყველაფერი უნდა იყოს გამჭვირვალე და გამჭვირვალობა არის უპირველესი პრინციპი. ოღონდ როგორ დგება, უყურეთ, არის იქაც გენერაციის კომპონენტი. ოღონდ გენერაციის კომპონენტში ტარიფს ანუ მათი დამოუკიდებელი მარეგულირებელი კი არ უნდა საზღვრავდეს. არამედ იქ ელექტროენერგიის ფასი დგება ელექტროენერგეტიკულ ბირჟებზე საათით ადრე. ანუ პრაქტიკულად ყოველ საათში მოთხოვნა მიწოდების საფუძველზე ვაჭრობით ხდება ტარიფის და მათ შორის იმპორტი, ასე შემდეგ, ასე რა შედის, სად შედის, როგორ შედის, ტრეიდერები არიან და ყველა ცდილობს და უფრო მეტიც მომხმარებლებს აძლევენ შესაძლებლობას აი როგორც მობილური ოპერატორების შემთხვევაში თვითონ აირჩიონ, რომელი გენერაციის ობიექტის დენი ჭირდებათ, იმიტომ რომ ზოგს მას შეიძლება ესე აირჩიოს, ზოგმა შეიძლება ისე აირჩიოს, ხო? ეს არის ცოცხალი და ძალიან ისეთი ანუ მომხმარებელს თითოეულ მომხმარებელს აქვს არჩევანი, მას შეუძლია აირჩიოს პაკეტი, რომელიც დინამიკური იქნება, ანუ ის შეიცვლება მუდმივად, ან აირჩიოს არ უნდა ეხა თავის ტკივილი და ბირჟებზე ყურება და აირჩიოს ფიქსირებული პაკეტი. ვიცით, რომ აი ეს და მაგრამ ფასი იქ
და რაც ყველაზე მთავარია, თითოეული 1 კილოვატ-საათის ღირებულება ჩვენთან როგორც დღე, ღამე, ზამთარ, ზაფხულ, გაზაფხულზე ერთ და იგივეა, იქ ასე არ არის და არც უნდა იყოს. იქ არის ღამე სხვა ფასი აქვს ელექტროენერგიას, იმიტომ რომ მოთხოვნის ნაკლებობა არის შუაღამისას ღამის 2 საათზე, დილას სხვა ფასი აქვს, პიკის დროს სხვა ფასი აქვს და ასე შემდეგ. სწორედ აი ამ კონკურენციის პირობებში და რაც თავარია, ყველა ეს ინფორმაცია არის გამჭვირვალე და როდესაც თქვენ მოგდით ქვითარი ევროკავშირში, რის წევრ სახელმწიფოში დენის დანახაჭი, იქ ყველაფერი დეტალურად არის გაწერილი, რატო, რისთვის, რანაირად. მეორე კომპონენტი, ანუ ამ ტარიფის შედგენაში იქ, რა თქმა უნდა, ეხლა მანდაც უნდათ კონკურენცია, მაგრამ ფიზიკურად არ გამოდის, ეს არის გადამცემი ხაზები, ხო, როგორც ჩვენ შემთხვევაში, ეხლა ვერ მისცემდნენ 15 კომპანიას 15 გადამცემი ხაზის აშენებას ერთი და იგივე მომხმარებლამდე დენის მისაყვანად. ამიტომ იქ არის ერთი ხაზი, რა თქმა უნდა და შესაბამისად ამ ხაზში ელექტროენერგიის გატარების ტარიფს იქ ადგენს დამოუკიდებელი მარეგულირებელი კომისია. მაგრამ აი ახლა მივადექით აი ცინიკურ დამოკიდებულებას სემეკთან მიმართებაში. ტარიფის მნიშვნელოვანი, ან პრაქტიკულად ერთი იმდენი ტარიფის ევროკავშირის ქვეყნიდან ქვეყანამდე პრინციპში ეს განსხვავდება, არის გადასახადები. ჩვენ შემთხვევაში თუ ჩვენ გვაქვს მხოლოდ DGG მაგალითად ევროკავშირის წევრ სახელმწიფოში სხვადასხვა არის სხვადასხვა მოსაკრებელი, მაგალითად ენერგოეფექტურობის ხელშეწყობის მოსაკრებელი, მაგალითად მწვანე ენერგიების განვითარების მოსაკრებელი. რაც გულისხმობს რომ მე იმ თანხების მობილიზებით შეუძლია ნებისმიერს ეს იქნება ენერგეტიკული, ასე ვთქვათ, თემი, მაგალითად კორპუსის მაცხოვრებლები, რომელსაც სურს თავის სახურავზე სადგურის დადგმა, მას შეუძლია მე მივიდეს შესაბამის საბანკო ინსტიტუციაში, აიღოს ეს ხი და სწორედ ეს ცესხის ეს პროცენტი და ეს ასე შემდეგ, ეს იფარება სწორედ აი ამ მათი საერთო გადახდილი გადასახადებით. ამიტომ როდესაც სემეკი საუბრობს იმაზე, რომ ჩვენი ტარიფი უფრო იაფია ვიდრე ევროკავშირის და არ აყოლებს იმას, რომ ევროკავშირში ელექტროენერგიის ტარიფის ნახევარი შემდგომ ემატება აი ამ მოსაკრებლების სახით და ამას ედრება სემეკი, რომელიც DGG-ს უმატებს და კრიპტოინდუსტრიისთვის DGG-საც არ უმატებს. ძალიან სასაცილო და ძალიან ცინიკურია და წარმოუდგენელი არის ასეთი რაღაცა. და კიდევ ერთი საკითხი, როდესაც საუბარია ახალ გენერაციის ობიექტებზე, ახალ ჰესებს, იმიტომ რომ ალბათ აი ამ ტარიფის მომატების შემდეგ თქვენ შეგხვდებოდათ ზოგიერთი ენერგეტიკის ექსპერტის თუ პოლიტიკური პარტიის და მათ შორის ქართული ოცნების წარმომადგენლების ასე ვთქვათ, კიდევ ერთი ბრალდებები, ასე რომ ვთქვათ, აქტივისტებისადმი და ადგილობრივი მოსახლეობისადმი, რომ თურმე ჰესების შენებას რო პრობლემები ექმნება, მაგალითად ნამახვანი რო ვერ ავაშენით კონკრეტულად, ხო? ამას თურმე გამოუწევია იმპორტ დამოკიდებულების გაზრდა, რამაც საბოლოო ჯამში მიგვიყვანა ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდაც. ახლა დავაკუბრავთ აი ამის რატომ მინდა ახლა უცბად ჩვენ ხა გადაცემის დასრულებამდე 5 წუთი გვაქვს დარჩენილი. ამიტომ მინდა რომ მოკლედ ავხსნათ ეს ყველაფერი და აუცილებლად მინდა ინფლაციას შეუწყობს თუ არა ეს ხელს და რა პროდუქტების გაძვირება არის მოსალოდნელი პირდაპირ აი ამ დენის ტარიფის გაძვირებასთან ერთად. მაგ კითხვაზე ძალიან მარტივი არის პასუხი, იმიტომ რომ ელექტროენერგია ნებისმიერ პროდუქციის წარმოებაში ელექტროენერგია მონაწილეობს. მაგალითად პურის ცხობაში. არა მარტო პურის ცხობა, აბსოლუტურად ნებისმიერ, ლიმონადის ჩამოსხმიდან დაწყებული, რა ვიცი, სუპერმარკეტის ფუნქციონირებიდან. ანუ მოსახლეობა უნდა იცოდეს თუ არა ეს, რომ ამ ტარიფის მომატებას აუცილებლად დაემატება ყველაფერზე ფასი. ამისთვის უნდა უბრალოდ იცით რა არის, ყველაზე ცინიკური ამ შემთხვევაში ის არის, აი კვერცხის ფასებზე რომ მთელი ამდენი თვის განმავლობაში კვერცხის ფასებს რო ვამცირებ და ვერ შევამცირებ და თან შევამცირებ და თან გაიზარდა და უეცრად ამ პროცესში ეხა დენის ტარიფი რომ გაიზრდება თუ გაიზარდა, აი რა მოხდება ეხლა? ძალიან საინტერესო არის და აი მე რამდენი თეთრ შეამცირებენ კვერცხის ფასს, ეგ არის ძალიან საინტერესო. რაც შეეხება უბრალოდ იმ კომპონენტს რომ აუცილებლად და ინფლაციაზეც მინდა რა ნამახვანის კომპონენტს რო დაუბრუნდეთ. ცდას ნამახვანს ჰქონდა თავის ხელშეკრულებაში განსაზღვრული ორი ასე ვთქვათ შემოსავლის ორი კომპონენტი. ეს იყო გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულება ოქტომბრიდან აპრილამდე და საქართველოს ვალდებული იყო ამ ჰიდროელექტროსადგურისთვის 6.2 ცენტი გადაეხადა
ეს არის არა ტარიფი, არამედ შესაძლებელი ფასი. თუ რაც ახსენე, აი გენერაციაში შევიდოდა ეგ ფასი, თქვენ და თუ შევადარებთ იგივე მარეგულირებელი ჰესების გენერაციას, რომელიც 4 თეთრი ღირს, თქვენ წარმოიდგინეთ აი 4 თეთრიან დენთან, რომ შეზავდებოდა 6.2 ცენტი, არ ვიცი, რამდენი გამოდის, 17 თეთრი, რა მოხდებოდა საბოლოო ჯამში, რამდენად 5 თეთრით კი არ გაიზარდებოდა ტარიფი. შეიძლება ჯერადობით გაზრდილიყო ტარიფი. ხა ამას კიდე თუ დაუმატებდით ნენსკრას ან ხუდოს, ხომ საერთოდ ყველამ უნდა იცოდეს ასევე ის ფაქტიც, რომ მაგალითად იგივე საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა, რომელიც გადამცემ ხაზებს აშენებს და უამრავ მილიარდობით ლარი აქვს განსაზღვრული ისეთი ხაზების მშენებლობაში, რომელიც რეალურად საქართველოს არ ჭირდება, აი ამ ხაზებში ეს ხაზების განხორციელების შემთხვევაშიც ეს ავტომატურად იმოქმედებს ტარიფების გაზრდაზე, იმიტომ რომ ის ხარჯები შედის მეორე კომპონენტში, გადაცემის კომპონენტში. ჰესები ახალი ნებისმიერი ახალი ჰესი, რომლის ტარიფიც იმაზე მეტია, ვიდრე დღეს არის დადგენილი მარეგულირებელი სადგურებისთვის და არა მხოლოდ ის უცილობლად გამოიწვევს ის უცილობლად იმოქმედებს ტარიფზე და გამოიწვევს მის გაზრდას. აი ამისი თქმა მინდოდა უბრალოდ ეს ისა რომ აი ნამახვანი რო არაშენდა რაღაცა, უბრალოდ მოსახლეობამაც და თქვენ მაყურებელმაც კარგად იცოდეთ, თქვენ წარმოიდგინეთ გენერაციის კომპონენტი არის ყველაზე დიდი კომპონენტი ტარიფის დადგენის და აი აქ როდესაც ძვირიდენი შევა, რომლის გარანტირებული შესყიდვა ვის ვალდებულებები გვაქვს და ეს არ ეხება მარტო ნამახვანს, მაგალითად სურები ჰესი ავიღოთ. ნებისმიერი თუ საშუალო ჰიდროელექტროსადგური ეს უცილობლად გამოიწვევს, იმიტომ რომ იქ ტარიფი განსაზღვრულია ამერიკულ ცენტებში. და არა ლარებში. ამიტომ ერთის ხრივ შეიძლება, ერთის ხრივ ისედაც ძალიან ძვირია, მაგრამ თუ კიდევ მოხდა ინფლაციაზე რო გაინტერესებდა, თუ კიდევ მოხდა ჩვენი ვალუტის დევალვაცია, აი მერე უკვე ნახავთ უკვე სხვა ხარისხის ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდას. დათო, ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ ძალიან გასაგებად ახსენით მაყურებლებისთვის ყველაფერი ის, რაც დენის ფასის მომატებას ეხებოდა. იმ ფონზე, როცა არის დაანონსებული ძალიან ბევრი ჰესის მშენებლობა, რა თქმა უნდა, ჩვენ არაერთხელ მოგვიწევს ამ სტუდიაში შეკრება, რა თქმა უნდა, ეკონომისტებთან ერთად და დარგის სპეციალისტებთან ერთად და მსჯელობა ამ საკითხზე იმედია თქვენი სპეციალისტების აზრი იქნება გათვალისწინებული, თუმცა ეს ძალიან იშვიათად ხდება, მაგრამ მე მაინც გონია, რომ აქ ალბათ მოსახლეობის ჩართულობაც იქნება საკმაოდ აქტიური, იმიტომ რომ პირდაპირ აისახება ადამიანის შემოსავლებზე და მათ კეთილდღეობაზე. ძალიან დიდი მადლობა. ჩვენ ალბათ მომავალ შაბათს ვერ შეხვდებით ერთმანეთს, რადგან აღდგომაა და ყველა მორწმუნე ადამიანს, რა თქმა უნდა, წინასწარ ულოცავთ ალქონის დღესასწაულს და შემდეგ შაბათს უკვე ასევე მნიშვნელოვანი თემით უსათუოდ ღია სივრცე დაბრუნდება ეთერში. დიდი მადლობა დავით, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. მადლობა კიდევ ერთხელ.